მოგესალმებით ძვირფასწორი მოკლებო გიორგი გაბუნია ჩვენი განაცემის სტუმარი გიორგი გაბუნიანს მოგესალმებით კარგებს უდებს და ერთ-ერთი კაი გიორგი გაბუნია არის ჩვენი სტუმარი მადლობა მოწვევისთვის მე წელს პირველად ვარ და არა მარტო წელს საერთოდ პირველად ვარ თქვენ სტუდიაში კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემ სტუდიაში ჩვენი ახლობელი კაი კაცი ქართული კულტურით ხალხური სიმღერით ღრმად დაინტერესებული ადამიანი და კარგია რომ მოხვედი და დავიწყოთ. ხო ჩვენ ვილაპარაკოთ ადამიანურ გაგებაზე ამბისა რაც ხდება, ხო? მე მაგალითად მაქვს ცდილობა რომ ვიღაცებს ველაპარაკო, შევდივარ სოციალურ ქსელში და რაღაც კითხვებს სვავ და მინდა რომ გავიგო რა უნდათ და გინების კორიენტელი რომ მოდის ამას ვიტან იობის მოთმინებით და მე ვამბობ რომ აი მოდი ლიტერატურული ენით თუ შეგიძლია რომ არგუმენტები მომიყვანო. აი მაგალითად ტრამპმა ხო დაუთმო უკრაინა რუსეთს, ანუ ტრამპი ამბობს, რომ ქონდა ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებაზე რუსეთს და ბაიდენმა გადააგდო რუსეთი და ესმის რუსეთის თუ რატო დაუპირისპირდა. ასევე იძახის, რომ მაიტა გრენლანდია, მაიტა კანადა, გრენლანდიაში და პანამაში ჯარს გამოვიყენებ, ანუ ნატოს ერთი მთავარი ქვეყანა მეორე ხარისხოვანს ტერიტორიას ართმევს და მაშინ პუტინს დასერჩი ამ ლოგიკით, ხო ხვდები არა? და აი რაღაც არგუმენტებს ვეკითხები, აი სახალხო დამცველი მოვისყიდეთ თუ დავაშინეთ თუ გაზპრომის კაცია, ხო? სახალხო დამცველი ხო ამბობ. რატო არ მიაწოდეს სახალხო დამცველს? რატო არ მიაწოდეს? მე მეუნებიან რომ ყველა პოლიტიკოსის დედავატირი. აბა მაშინ პოლიტიკური პროცესი მიდის და ვინ არის ლიდერი? შენ ხარ ლიდერი? არა, ლიდერები არ გჭირდება. პირველი პროტესტია, სადაც ლიდერები არ ჭირდება. თორემ ეგეთი პროტესტი არ არსებობს, ხო? ამაზე არა მაქვს ადეკვატური პასუხი, არის გინება, საჭმელში ჩაფურთხება, აი ხო ხდები სიგიჟე და მაწუხებს ეს ძალიან. სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ აი ამ ხალხთან ძალიან გაჭირდება დიალოგი სურვილის მიუხედავად. ენას ვერ ხვდები რა ენაზე უნდა ველაპარაკოთ და აი შეკითხო რა. სხვათა შორის თქვენ წეგან ბრძანეთ რომ შენობით რო ვიყოთ. კი ბატონო, აი თქვი რომ აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის პროტესტი ლიდერების გარეშე. ხო, ესე იგი ჩვენ ამდენი ხანია უყურებთ ამ მოძრაობას რუსთაველის პროსპექტზე, გამოდიან ადამიანები და უბრალოდ არ გვინახავს არც ერთი განცხადება. საერთოდ ნებისმიერი აქცია იქნება თუ პროტესტის სხვაგვარი ფორმა, რომელსაც ადამიანთა ჯგუფები საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიმართავს, აქვს მიზანი, ხო? კონკრეტული მიზანი. ეს შეიძლება იყოს ხელისუფლებისადმი კონკრეტული მესიჯი, თქმა იმისა, რომ შეცვალე გადაწყვეტილება, გააუქმეს გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილება მიიღე და ასე შემდეგ. მსგავსი განცხადებები ჩვენ საერთოდ არ გვინახავს. რეალურად კი ვიცით რა ძალებით განან ამ ადამიანების უკან, მაგრამ ეს ადამიანები არ ჩანან და სწორედ აქაც ჩანს ჩვენი, ასე ვთქვათ, ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური პოლიტიკური გაკოტრება, ვინაიდან ძალიან კარგად იციან, რომ როგორც კი გამოჩნდებიან და დაიწყებენ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას მომენტალურად, ასე ვთქვათ, მოხდება რაც არის იმ საპროტესტო მუხტის საერთოდ გაქრობა და შემცირება. აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ რაღაცა მოძრაობას, სახალხო მოძრაობას რუსთაველის პროსპექტზე, ეს ადამიანები დადიან. სახალხო მოძრაობა რა მაქვს მხედველობაში? ანუ უბრალოდ ადამიანები მოძრაობენ ყოველგვარი განცხადებების გარეშე, ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდებების გარეშე და შესაბამისად მე სიმართლე რო გითხრათ, უკვე სერიოზულადაც ვეღარ უყურებ ამ საკითხს. თავიდან რა თქმა უნდა საზოგადოება ძალიან დამძიმებული იყო, როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ გარკვეული ძალადობრივი ჯგუფები მართავდნენ იქ სიტუაციას და ჩვენ ხედავდით სამართალდამცველების მიმართ, შინაგან საქმეთა წარმომადგენლების მიმართ, კი ბატონო, იყო ორგანიზებული თავდასხმა, ორგანიზებული შეტევა, მათ შორის მთავარ სახელმწიფო ორგანოზე, საქართველოს პარლამენტზე და როგორც კი გამოეცალათ ეს ძალადობრივი ჯგუფი და როგორც კი იქნა გატარებული პრევენციული ღონისძიებები, მომენტალურად მოხდა საპროტესტო მუხტის რეალურ ჩარჩოებში ჩაჯდომა და ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად უშინაარსო, აბსოლუტურად უმოტივაციო მოძრაობას და სიმართლე რო გითხრათ, მე მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და ერთადერთი, რასაც ეს ადამიანები ახერხებენ, ჯოჯოხეთად უქციეს ცხოვრება რუსთაველის პროსპექტზე მცხოვრებ ადამიანებს. პატარა ვიდეოს გავუშვებ, დღევანდელი ვიდეოა, სულ პატარა ხარისხი ცუდია, მაგრამ ხმას გაიგებთ. ერთ-ერთი არხის პირდაპირ ეთერია, იქიდან რა ქვია, აქციიდან, რუსთაველი. დიახ. გავუშვით?
დიახ, მეთევზეების, მოლაშქრეების და მონადირეების მარში მიემართება რუსთაველის გამზირზე რესპუბლიკის მოედნიდან დავიძარით რამდენი გასაგებია, ხო. ხო, არა. აი მე არ არის ეს, აი თავიდან შეიძლება იცინო, მაგრამ აი ეს დიდი ბოდიში ეს დებილობა არ არის სასაცილო. საქმე რაში აი რა არის, რომ ამას ხო ყავს რამდენიმე 1000 მიმდევარი ამ სიგიჟეს ყავს და როცა ეუბნები რომ აი მეთევზეები, ტატუიროვშიკები ვერელები და ვაკელების მარში გამოგწევს. ვერელები და ვაკელები კიდე რაღაცას ნიშნავს, მეთევზეები, მონადირეები და მოგზაურები, ხო? მარშით. რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარ დაწერილი სცენარები, გარედან თავსმოხვეული სცენარები, რომელიც იმდენად ხელოვნურია, იმდენად ფარსია, თუნდაც ახლა ჩვენ ფილტრი ხო უნდა. თუნდაც ახლა ჩვენ ნახეთ ეს გაფიცვის რაღაცა იმიტაცია, ხო? აბსოლუტურად აი არასერიოზული არც მინდა საერთოდ ამ თემაზე საუბარი, რა გაფიცვაზეა საუბარი, რა პროტესტია საუბარი საერთოდ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის გარედან თავსმოხვეული სცენარი, რომელიც ერთ-ერთი ახორციელებს. აი უყურე გიორგი, ვიღაცა ხო აქ არის, ვინც ამას აკეთებს. ვიღაცა ტიპის ზის ან ტიპების ჯგუფი. აი ის არის ლიდერი, უყურე. აი ვინც წყვეტს. მე მართლა მაინტერესებს ანატომია დაუშვათ პროტესტის ორგანიზების. აი ვიღაცა ტიპი ან ტიპების ჯგუფი, აი ლიდერი არ გვინდაო რომ იძახიან ეს არის. და მოვიდნენ ტიპები და მოდი გავაკეთოთ ტატუიროვშიკების მარში. ან გავაკეთოთ აი ახოტნიჩი კალბასის მოყვარულების მარში. ხო, რა პრობლემა არ არის ეს სასაცილო, ხო და ის ტიპის ზის და კი ბატონო, გავაკეთო. აი ფილტრი არ არის რომ მოდი რა ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან კომიკური იქნება. ანუ ვინ წერს, ვინ ახორციელებს ამას? ტექნიკურადაც კი მაინტერესებს, ვინ გვებრძვის? მოდით მე ასე მინდა შევხედოთ ამ იცი, არ იცი შენე. რა თქმა უნდა შეიძლება ყველაფერი არ ვიცოდე, მაგრამ მე მაინც ასე მინდა შევხედოთ საკითხს, შალვა. ხო. არსებობენ ადამიანები ჩვენ ქვეყანაში, რომელთაც მართლაც გულწრფელად რაღაცებში ეპარებათ ეჭვი და პროტესტი აქვთ. ოღონდ აქ მე საუბარი მაქვს ჯანსაღ პროტესტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მე მათ შორის, ხო, ჩვენ გვაქვს ადამიანებთან ურთიერთობა, მათ შორის კარგ ადამიანებთანაც ურთიერთობა, რომლებიც სვავენ კითხვას და ამბობენ, აი რა ხდება. ხო, არ გვეშლება რამე არასწორად ხო არ ვითარდება. მე მინდა ამ ადამიანებისთვის რამდენიმე საკითხზე გავაკეთო გარკვეული ახსნა განმარტება. ვინაიდან ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მართველი პარტია, გვაქვს პასუხისგებლობა ქვეყნის წინაშე, ქვეყნის მომავლის წინაშე და ბუნებრივია, რომ თავს ვალდებულად ვთვლი რამდენიმე საკითხზე მე საზოგადოებას გავაცნო ჩემი პირადი მოსაზრება. აქ იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად სრულყოფილი ანალიზი გავაკეთოთ, აუცილებელია ითქვას, საიდან დაიწყო საერთოდ ეს პროცესები, საიდან იწყება დასავლეთსა და საქართველოს შორის აი დაპირისპირების ნიშნები. პირველი ესეთი ნიშანი დაპირისპირებისა გაჩნდა მაშინ, როდესაც ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გადმოკვეთა უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ის დააკავეს არაჟნებთან ერთად. მაშინ დაიწყო პირველი, ასე ვთქვათ, ნიშნები დაპირისპირებისა, როდესაც დაიწყო როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აბსოლუტურად ისტერიკული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება, თურმე მის ჯანმრთელობა არის კრიტიკულ ზღვარზე და ის უნდა გათავისუფლდეს მათ შორის ჰუმანიტარული მიზნებით. მათ შორის ბოლო რეზოლუციაც კი ევროპარლამენტისა ამაზე საუბრობს, რომ თურმე ჰუმანიტარული მიზნით უნდა გავათავისუფლოთ ჩვენ მიხეილ სააკაშვილი და მეორე მოთხოვნა იყო, რომ უკვე დაუწესოთ სანქციები რუსეთს. პირდაპირ აბსოლუტურად დეკლარირებულად ფურცელზე წერია ეს მოთხოვნები საქართველოს მიმართ. ეს არის ის ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად, ეს არის ძირითადი საკითხები იმისა, საიდანაც იწყება, ასე ვთქვათ, საქართველოსა და დასავლეთ შორის დაპირისპირება. დასავლეთ შორის მე ესე ვერ ვიტყოდი, უფრო გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება. მიხეილ სააკაშვილის შემდეგ და სხვათა შორის ისიც უნდა ითქვას, როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, როდესაც არჩევნები ახალი მორჩენილი იყო და შემდეგ 3 თვეში, დაახლოებით 3 თვეში, თუ 4 თვეში დაიწყო უკრაინაში დამანგრეველი ომი და სწორედ აქაც ჩდება ეჭვი, რის გამო გამოაგდეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან, რომ სწორედ ეს პერიოდი მას უნდა გამოიყენებინა მათი განზრახვით, მათი მოემზადებინა იმისთვის, რომ საქართველოში შექმნილიყო რაღაც გარკვეული რევოლუციური პროცესები და აქედან გახსნილიყო მეორე ფრონტი. საქართველოსა და დასავლეთის ამ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების შორის დაიძაბა ურთიერთობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. და აქ უკვე ნათლად გამოჩნდა ყველა ის, ასე ვთქვათ, განზრახვა და არაკეთილსინდისიერი, არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რასაც ჩვენ დღემდე ვხედავთ.
და სწორედ იმის გამო რომ საქართველოს გამოიჩინა საოცარი პრინციპულობა, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა საოცარი პრინციპულობა და ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ ის ამ პერიოდში რომ დავიცავით ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები და სახელმწიფო ინტერესებზე აგებული პოლიტიკა განვახორციელეთ ამ პერიოდის განმავლობაში. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ აი თურმე ქართული ოცნება შესაძლებელი აღარ იყოს, ასე ვთქვათ, მისასალმებელი ხელისუფლება საქართველოში და ის უნდა შეიცვალოს რევოლუციის გზით. რატომ უნდა შეიცვალოს? იმიტომ რომ მოვიდეს საქართველოში მართული ხელისუფლება, ისეთი ხელისუფლება, რომელიც რაღაცეებზეა წამსვლელი. ეს მარტივად, აი ესე რომ აუხსნათ საზოგადოებისთვის, აი ეს არის ის დღის წესრიგი და ის მოცემულობა, მაგრამ განხორციელების ხარისხსაც გააჩნია, ხო? აი მაგალითად საჭმელში ჩაგიფუთხებ პატრიარქს აგინებენ ღმერთმა პატიე ეკლესიას აგინებენ. შემდეგ უცებ ხვდებიან რომ მასების გადმოსაბირებლად ანტიქართული რიტორიკა არ უნდა ჰქონდეთ და ამიტომ იწყება ქალების ხორუმი, აი ეს დარჩია რო არის. კარგი მოცეკვავაა, მაგრამ აბსოლუტურად ხო, ნუ მე იქ რაც თქვა რომ კნავილი არისო ახალ წელსო ქართული ახალი წლის აღნიშვნაზე კნავილი ისმისო სულ ჩაისვარა. და ცდილობები იწყება რომ რაღაცა ეროვნული გაკეთონ და აი გუბას სანიკიძეს პაჭკარო ბალეტის პაჭკა ბალერინას პაჭკა რო ჩააცვა და რო იცეკვეს სხვა რა ბუნებრივი იქნება აი ესე გამოზით იაღნიშები მოძდით და უყურე როგორ არის განხორციელებაში ერხევათ და გარდა ამისა მოგვისწრო იმან რომ მარტო იდიოტი ვერ ხედავს რომ სოფლიო შეიცვალა და ეს ლიბერალური დისკურსი ყველა ქვეყანაში დასავლურ წამყვანაში პირველ რიგში ამერიკაში და შემდეგ უკვე ამას მოყვება შეიცვალა მორჩა როთი არაფერს აღარ წარმოადგენს ევროკავშირის პრობლემები ხდება ევროკავშირის ხდება ეგზისტენციური პრობლემა დაემუქრა ევროკავშირს ხო და აი მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ ყველაფერი გავიგე პოლიტიკოსები პოლიტიკიდან გათიშულებიან აი ეს ახალგაზრდები რო დადიან იმათ რა როგორ უნდა აუხსნათ მე მასლა არ მესმის მე მწუხვარ სხვათა შორის ქართული კნავილი როგორც იქნა ეს გაშერებული არ არის ცუდი გოგო კარგად 2001 წელს იუნესკოს მიერ აღიარებული იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ეს ხო ერთ-ერთი ყველაზე პირველი დიდი გამარჯვება ქართული კულტურისა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის უდიდესი დამსახურება იყო და სხვათა შორის მაშინ ბატონი ანზორისგან ხშირად მომისმენია, რომ სწორედ გურული სიმღერის, რომელსაც კნავილზე, როდესაც არის საუბარი, გურული სიმღერის დამსახურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ამ აღიარებაში. და არა მარტო. დიახ, ნუ რაც შეეხება დღეს ამ შექმნილ ვითარებას, ეს საშინელი სიძულვილის ენა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და ალბათ ყველაზე მეტად დასაფიქრებელი სწორედ ამ მიმართულებით არის რომ ჩვენ მე მაინც როგორც პოლიტიკოსი ვხედავ აუცილებლობას იმისას რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეკონტაქტოთ ჩვენ საზოგადოების განსაკუთრებით ამ ადამიანებს აუხსნათ ჩვენი არგუმენტები მივაწოდოთ უნდა უთხრათ რასთან რა უნდათ პირველ რიგში მოდი გუზე ხელი დაიდე. კი, მე გულწრფელად გითხრათ, მე პირადად არა აგრესიულ წარმომადგენლებთან, თუნდაც ასე ვთქვათ, კონსტრუქციული საუბრის რეჟიმში მე მომიხერხებია ასეთ ადამიანებთან საუბარი. და დაგერწმუნებია, აღარ გავიგე. ყოველ შემთხვევაში მიცდია, შეიძლება გასულან მიტინგზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ მიგძნია ის რომ არგუმენტების თვალსაზრისით სუსტად მეგზნო თავი. ესეთი განცდა მე არ მქონია. ყოველ შემთხვევაში მათი მხრიდან არ ყოფილა რაიმე ხელშესახები არგუმენტი ხო შეიძლება ადამიანს ესაუბრები და დაგჩეს შტაბეშტილება რომ რაღაცაში ეს ადამიანი მართალია. არა, აი უყურე ესეთი მსგავსი არ ყოფილა. აი უყურე როგორ არის ძალიან რა მინდა ვთქვა და რატომ? იმიტომ რომ იმდენად ძლიერია ეს ნარატივი. ეს ნარატივი კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გარედან შემოსული ნარატივი, რომელსაც ეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი რომ აკეთებს, რომ ესე იგი ჩვენ ვართ რუსეთის ხელისუფლება, მონები, რომ ესე იგი ჩვენ უარი ვთქვით დასავლურ ინტეგრაციაზე. ეს არის მთავარი არგუმენტი. რო ეკითხები, რომ უნგრეთმა უარი თქვა, ავსტრიამ უარი თქვა, ეხლა ხორვატიაში გაიმარჯვა ამათიაზედ რუსეთუმემ აი ფიცო რუსეთუმია, აი ბევრი ქვეყანა დაგროვდა უბრალოდ რა. ბევრი ქვეყანა დაგროვდა ისეთი, რომელზეც იტყვიან რომ რუსეთუმეები არიან. გარდა ამისა, ეუბნები კაცო რომ კარგი, შენ არ გაქვს არანაირი მტკიცებულება კონკრეტული რომ მე რუსეთთან თანამშრომლობ, მაგრამ მოდი რა დავუშვათ, რა ქვია, აგენტი, მაგრამ ტრამპი ამბობს რომ დამთავრდა ნატო.
არ აქვს ნატოს გაფართოების უფლება. რუსეთს უნდა ვკითხოთ, რუსეთის აზრი მნიშვნელოვანია. ეს ამ კაცმა თქვა და რა კომენტარს გააკეთებდა? შეიძლება რომ ფაქტი არ შეამჩნიო? გაყალბებაზე ერთ-ერთ ტიპს ვეკითხები. რადიო თავისუფლების ის არის, რა ქვია, კორესპონდენტია. რომ აი მეთქი ფაქტები სად არის მტკიცებულებები და თქვენო ისეთი რეჟიმი ხართო და ისე იყენებთ ადმინისტრაციულ რესურსს, რომ ფაქტები რა საჭიროაო. აი როგორ არა მართლა აი გეცინება და მე რომ შევდივარ ამ ბოლზე მე აი როგორ აი ასეთ კაცს რა უნდა უთხრა. კარგით, მოდით დავიწყოთ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა სახელმწიფო მდივანობის კანდიდატმა ბატონმა რუბიომ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გქონდა ასე ვთქვათ ფუჭი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ კაცობრიობას ჩვენ უარს ვათქმევინებდით ეროვნულ სუვერენიტეტზე, შეიძლება ხა სიტყვით ვერ ვიმეორებ, მაგრამ შინაარსი ეს იყო და ესე იგი ისინი გახდებოდნენ სოფლიო მოქალაქეები. ეს არის აქ ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და პირდაპირ თანხმედრაში მოდის ზუსტად იმ პოლიტიკასთან, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო 2 წლის განმავლობაში ახორციელებდა. და არა მარტო საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ ვხედავთ რა ხდება დღეს მსოფლიოში. მსოფლიოში დღეს არის დიდი ქაოსი. დიდი აჯაფსანდალი, ასე ვთქვათ, სადაც უკიდურესად მყიფეა საერთაშორისო ურთიერთობები, უკიდურესად გაფუჭებულია ურთიერთობები არა მარტო დიდ ქვეყნებს შორის, არამედ თავად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ვხედავთ, აი თქვენ საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ერთმანეთის ტერიტორიებზეც კი აკეთებენ განცხადებებს. მე მინდა ესეთი აზრი გამოვთქვა, რომ საქართველოს უნდა მოემზადოს არა მარტო 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირმა როგორც განაცხადა, დაიწყება საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე და საქართველოს ყველაზე უფრო მზად იქნება სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის წევრობისთვის. არამედ საქართველოს უნდა მოემზადოს იმ პერიოდისთვის, როდესაც დასრულდება უკრაინაში ომი, როდესაც მოხდება მსოფლიოში ახალი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბება და საქართველოს მაქსიმალურად უნდა იყოს მზად სწორედ აი ამ ახალი საერთაშორისო ვითარებისთვის. რა ასე დღის წესრიგი ექნება მსოფლიოს, რა დღის წესრიგი ექნება დასავლეთს. საერთოდ როგორი ფორმით მოხდება, ასე ვთქვათ, ესა თუ ის სახელმწიფოთა კავშირი, როგორი ფორმით გააგრძელებს საერთოდ არსებობას. ამიტომ ჩვენ აქ უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს გადაურჩა ძალიან დიდ საფრთხეს. ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე შეიძლება დღეს დაღმავალ, ასე ვთქვათ, პროცესშია, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდა ახალი ადმინისტრაცია, სულ რამდენიმე დღეში იქნება ბატონი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია და დაიწყება ახალი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი მსოფლიოში, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საფრთხეებს, რომელიც დღეს არსებობს, ხო? ჩვენ არ შეიძლება ამით გული დავიმშვიდოთ, რომ 21 იანვარს დამთავრდება უკრაინის ომი და 22 იანვარს ყველა პრობლემა მსოფლიოში გადაიჭრება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით და საქართველოს მოახერხა ამ ხელისუფლების პირობებში, რაც მთავარია, ეს უნდა ითქვას, რომ ჩვენ მოახერხეთ ის, რომ მაქსიმალურად პრაგმატული, მაქსიმალურად გონივრული გადაწყვეტილებები მივიღეთ იმ საერთაშორისო გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, რაც არსებობდა. არ ავყევით ემოციებს, არ ავყევით საგარეო დავალებებს, არ ავყევით იმ უპრეცედენტო პოლიტიკურ ზეწოლას, თუნდაც ამ სანქციებს უყურებთ ჩვენ და ვხედავთ კიდევ მუქარებს სანქციებთან დაკავშირებით. რა მიზანი აქვს ამ სანქციებს? მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, ხო? საზოგადოებაში იკარგება დობა, აქციები რო გაძლიერდეს, ჩვენ ეს იდიოტები შესვეს აქციების ნარკოტიკზე. გახსოვს რით დაიწყო? დაიწყო რაღაცა რასების და გიჟიმატასების განცხადებით და მე ნელა მოუმატეს რა, ეხლა შეუძლებელია და საშუალო დაბალმა დონემ გააკეთა განცხადებები. ეხლა წარმავალი ადმინისტრაციის ტიპები უილსონი მაგალითად, აი ჯოი უილსონი ძალიან საინტერესო ის არის. დიახ. აგე გენაცვალე. თუ შეიძლება გავუშვით რა. ჯოი უილსონი მოუწოდებს ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს დააუყოვნებლივ დასალ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლომეგობარი ბიძინა ივანიშვილი. ეს ამბობს, აი ეს ბებერი კაცი. ყვიდან გადასული და აგერ მეორეა ტრამპი, გავუშვით ტრამპი. პრეზიდენტი და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა სოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გავხადოთ. მადლობთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხო და აი ჯო უილსონი და ვიდეოსაც გავუშვებ, ახლა უკაცრავად, მაგრამ ბოლომდე გავსრისოთ რა ესენი რა.
ეხლა ეს შეუძლებელია არ გავუშვათ რა. აი ეხლა მოვამზადებ, აი ეს მოიცადეთ უკაცრავად, ეხლავე აი ეს ბრინკა ესა. ბრინკას რას ვერჩი? ბრინკა კიდე განათლებული იყო და აი გავუშვით თუ შეიძლება. ჯოულსოთა გქონდა გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა პირველი სიტყვები მართლაც როდესაც მივესალმე მას იყოს სწორედ ეს გულითადი მადლობა ქართველი ხალხის სახელით ისინი თქვენ გაღმერთებენ აი ეს უთხარი ზუსტად ეს ძალიან რა თქმა უნდა ბედნიერი იყო ჯო ვილსონს შვილიშვილი და შვილი არ ეურთიერთება ნორმალურად ხა და რო უთხარო რაღაც ქვეყანაში გაღმერთებენ გაგიჟდება ნუ ჯო ვილსონს რას ვერჩი? აი ესეთი მონა რო ხარ კლასიკური გაგებით, რომ ჯო ვილსონს ვაღმერთებ თურმე ჩვენ ჩემი სახელით ლაპარაკობს. სხვათა შორის ჯო ვილსონის X-ზე შევედი 35000 გაუნწერი იყო სადაც მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა 355 მილიონია. როდესაც ამხელა სახელმწიფოში წარმოადგენ ესეთ თანამდებობაზე ხარ, ესეთი ასე ვთქვათ პოზიცია გიგავია უნიშნელოვანის ხო, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ხარ და 35000 გამომწერი ყავს, ბუნებრივია ეს მეტყველებს ამ პოლიტიკოსის მნიშვნელობაზე თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ პირადად არ გაგვიკვირდა მისი ყოველდღიური ისტერიკა, რასაც ვხედავთ მისი განცხადებების სახით, უცებ ჯონ ვილსონი ყოველდღე აკეთებს და დღეში რამდენიმე განცხადებასაც კი. რა თქმა უნდა, აქ ამის უკან იმალება მისი კონკრეტული, ასე ვთქვათ, განზრახვა და მათ შორის ჩვენ ნახეთ მედიის საშუალებითაც მოხდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რომ აქ გამოიკვეთა კონკრეტული ფინანსური ინტერესებიც. აქ ამ შემთხვევაში ჯონ ვილსონი და მისი განცხადებები საქართველოს და საქართველოს სახელმწიფოს ვერ მიაყენებს ზიანს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის თავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ იმ ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვა, რაც დღეს არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მათ შორის მე მინდა ხაზი გაუსვა დღევანდელი ზარის მნიშვნელობას, როდესაც ბატონ პრეზიდენტ ტრამპსა და ბატონ სი ძინპინს შორის შედგა საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის ურთიერთობა და ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ სოფლიოში გადაიჭრას და მაქსიმალურად მალე გადაიჭრას ყველა ის კონფლიქტი, რომელიც დღეს კაცობრიობას აწუხებს. ეს გასაგებია ეს ყველა. ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება შეიძლება ითქვას, რომ იქნება დადებითი იმპულსი საქართველოსთვისაც, მათ შორის, ვინაიდან საქართველოს ბოლო პერიოდში აქტიურად აწარმოა ჩინეთთან ურთიერთობა, ჩინეთთან ჩვენ გავახმარვეთ სტრატეგიული პარტნიორობა და მათ შორის საქართველოს გახლავთ ერთ-ერთი აქტიური, ასე ვთქვათ, და გახდება მომავალში აქტიური სავაჭრო დერეფანი, მათ შორის ჩინური ტვირთებისთვის ევროპაში, შესაბამისად სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური როლი, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსი ამ მიმართულებით იქნება ძალიან მზარდი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთგაგება იყოს მიღწეული. ესე გეშდა ოდკბ-ში რომ შევიდეთ შეიძლება? ბატონო, ჩვენი მეგობარი სომხეთი იძახის რომ ოდკბ-ში ვიქნებით და ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობასაც გავაფორმებთ. არა, უყურე შენ ყველაფერს ძალიან კარგად პასუხობ და რაციონალურად, მაგრამ მე ჩემი მოგზარებული აზრი ვიხარ, გაგაგიჟებენ უბრალოდ ესენი. აი შენ ესე რომ ელაპარაკები, ძალიან კარგად ცხოვრად დაალაგებულად, როგორც პოლიტიკოსთან ლაპარაკობდეს. უცებ სიგიჟეებს გეუნებიან და მაგას გეუნები. შენ არ ახარ ეჭოლა მიჩვეული ესეთ კითხვებს ეთერში, მაგრამ გიჟებს რა უყოთ ხალხო, მართლა გეუნები. აი შენ რასაც ამბობ, ალილუიასავით ვიცით ყველა, იმიტომ რომ სწორია, მართალია, მაგარი ხარ. სომხეთი აგერ ჩვენი ძმა და მეგობარი იძახის რომ ესენგეში და ოდკბ-შიც მინდაო და იმაშიც რა ქვია. იცით რა, მოდით ჩვენ უნდა გავუმიჯნოთ. რა უყოთ ამ ხალხს როგორ აუხსნათ? გეტყვით, მოდით. აი ესე გავუმიჯნოთ. მოდით გავუმიჯნოთ. არის ერთი ნაწილი ამ ადამიანების, რომლებიც არის მეც ამაზე ვსაუბრობ ზუსტად. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან პარტაქტივი და არა ვიჯნავ ამ შემთხვევაში. ერთი ნაწილი არის პარტაქტივი და ხელფასებული, ჩვეულებრივი ხელფასიანი ხალხი,
რომლებიც იღებენ კონკრეტულ შრომის ანაზღაურებას იმაში, რომ იდგნენ გარეთ, თქვენ გეჩხუბონ, თქვენ გაგინონ, იქ პოლიტიკოსებს, მათ შორის ჩვენ საამაყო ერისშვილებს, იქნება ჩვენი სპორტსმენები, ლაშას, გენოს, აი უბრალოდ სანთელივით ადამიანები, მაგარი ქართველები და მიდიხარ და აგინებ ამას, იმიტომ რომ საღამოს ჩაგერიცხება კონკრეტული არიან ავადმყოფები ხო, არიან ერთი ნაწილი ეს ადამიანები. მაგათ გაუმარჯოთ. არიან მეორე ნაწილი. მაგათი мотиваცია ჩემს გასაგებია. ღმერთმა გაუმარჯოთ კი არა, გაუმარჯოთ. არა, გასაგებია ჩვენთვის ეს და ამას ხელფასიანები. ამას ჩვენ შვიდად უყურებთ ამ ნაწილს. ეხლა მეორე ნაწილი არა აქვს ჩემი. ეხლა არის მეორე ნაწილი. მეორე ნაწილი საზოგადოებისა, სადაც მართლაც არის კითხვები. ჩვენ რეალობას არ უნდა მოვწყდეთ, ხო? ჩვენ სწორად უნდა ადეკვატურად უნდა შევაფასოთ მოვლენები. კითხვები არის, გეტყვით. იცით, აი ხათ მაგალითად თქვენ გაქვთ კონკრეტული ცოდნა პოლიტიკური მოვლენებისა, ხო? ყოველდღიურად ადევნებთ თვალყურს. მეც ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს რა ხდება, ვინ რა კომენტარს აკეთებს. მე მერწმუნეთ რომ ყველა ადამიანი, რომელიც იქ შეიძლება იდგეს გულწრფელად აბსოლუტურად არ იყოს თუნდაც აგრესიის თავისუფალი, არ აქვს სათანადო ცოდნა, სიღრმე, ანალიზის უნარი და რაციონალური განსჯა იმ პრობლემებისა, რაც არის. აი რა კითხვა აქვს? აი მაგალითად რომ ეუნები ლოგიკას ვერ იღებს ტიპი, ვერ არის კარგად. აი მაგალითად რა კითხვა აქვს? ნუ თავარი კითხვა არის რომ აი ჩვენ დავშორდით დასავლეთს. რატომ? მე გიქნები რატომ? ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ეს. იმან რა ხარ თქვა? კი. ეგ არ არის სწორი ეუნები არ არის. იმან თქვა ეგ არ არის მართალი. სწორედ აქ ვართ მე და მე გეუნები როგორ იმან ხო თქვა? ჩვენ მაქსიმალურად ამას ვამბობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ ის, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ, სწორად აუხსნათ მოვლენები, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, საიდან დაიწყო ეს დაპირისპირება, რა მიზნებია, რა მიზეზებია, ამ მიზეზების ახსნა როდესაც ხდება, მე რო შენი ნება ამას გაიგებ თუ არ გაიგებ. და როდესაც აი მე გეტყვით ერთ რაღაცას. აკლია ახსნა შენი აზრი. მე გეტყვით ერთ რაღაცას. ესე იგი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქაოსი და ეს პრობლემები მალე ჩაივლის მსოფლიო დამშვიდდება ღმერთმა ქნას რომ დამშვიდდეს და როდესაც ეს რთული დრო გახდება ისტორიის ნაწილი მე ვიღაცები პოლიტიკაში ვიქნებით, ვიღაცები არ ვიქნებით, ვიღაცები სხვა საქმეს მოვკიდებთ ხელს აუცილებლად მოვა დრო იმისა რომ დავჯდებით სხვადასხვა გადაცემებში და ღიად ყოველგვარი ასე ვთქვათ რისკების გარეშე ღიად მოვყვებით ყველაფერს რა იყო და როგორ იყო. იმიტომ რომ ჩვენ ვინაიდან ვართ ხელისუფლების წარმომადგენლები და კარგად ვიცით რა ხდება, კარგად ვაფასებთ რისკებს, ასევე გვაქვს გაცნობიერებული ის რომ მტერიც გვისმენს და მოყვარეც. აქ ჩვენ თავისუფლება გვაკლია თუნდაც ხო საუბრის მიმართულებით, მაგრამ მე გარწმუნებთ თქვენ რომ აუცილებლად გააცნობიერებს საზოგადოება ძალიან მალე იმ უდიდეს საშიშროებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ არიდა ქვეყანა. აუცილებლად გააცნობიერებს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო და მომავალი თაობები ამისთვის მადლობას ვეთქვი. გიორგი, აი ბოლომდე მაინც ჩემი მინდა აზრი გაგაგებით, რომ მე გეუბნები, რომ ვიღაცებთან საუბარი აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. იცი რატო ჩვენ მათი ენა არ გვესმის. მაგალითად, როცა გეუბნები, რომ საქართველოს დაშორდა იმას რა ქვია ევროპას და მაგალითად ეგრეთ წოდებული რუსული კანონი მოკავს და მოკავს მაგალითად ამერიკაში იგივეა და ეგ არ არის იგივე იმიტომ რომ იქ რას გეუბნებიან ისე რომ იქ არის 64 ის არის ბატონი ვაღმერთებთ მას შეუძლია რაც უნდა ეს გააკეთოს და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ მე მეორე თვითონ ტრამპის განცხადება ტრამპმა დაიკიდა ევროკავშირი ფეხებზე ამერიკის პრეზიდენტმა დაიკიდა ფეხებზე ევროპა ბოლოს ხო ყველა მოისმინეს რა თქვა ჩვენ შორის არის ოკეანეო მონროს დოქტრინის ასეთი ნაგლი დემონსტრაცია მე არ მინახია კაიხალი და ეუბნები რომ იმან დაგიკიდა შენ გურუ ვინც არის და შენი სექტის მეთაური ვინც არის ამერიკის პრეზიდენტმა თქვა რომ რუსეთი მართალია რომ ბაიდენმა დაიწყო ეს ომი რუსეთ-უკრაინის რომ არ მოусმინა რუსეთს რომ ჩინეთთან ჩვენ გვექნება ურთიერთობა მშვიდობისთვის და ანუ სოფლიოს თავარი ქვეყანა რაზეც შენ იმედებს ამყარებს მიდის იქით და აბა მიპასუხე და ამის მერე ბოდვას ვაგრძელებს რა უნდა ველაპარაკო მაგას გეუბნები მაგრამ ვერ მეტყვიშე და ვერც ვერ მეტყვი მე გეტყვით რომ დღეს არის ფაქტი და უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას მოვახდენ რომ ევროკავშირი და ევროკავშირის სახელმწიფოები დღეს ისე არიან დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ როგორც არასდროს
და ეს დამოკიდებულება არის როგორც ენერგორესურსების მიმართ, ასევე ეკონომიკურად და ასე შემდეგ. თუნდაც მაგალითად ჩვენ უკრაინის ომს რომ შევეხოთ, ახლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მაქსიმალურად ძველი მათ ასე ვთქვათ არსენალში არსებული რუსული შეიარაღება მთლიანად შეუშვეს უკრაინის ფრონტზე და სანაცვლოდ მიიღეს ახალი ამერიკული შეიარაღება. ამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახერხა ის, რომ ნატოს გადაიარაღება ერთი და მეორე ის, რომ ამერიკული შეიარაღება, ასე ვთქვათ, გაიზარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეიარაღებაში და დამოკიდებულება გაიზარდა. მაინც იძახია, რომ რუსულ არმიას ჩვენ ვერ გავაჩერებთ. და იციან კარგად რომ ვერ გაჩერებთ. არა, ტრამპი 5% დაყაჭეთ თეაში დაბრუნდა. თორე დაგიტირებდა, დავე დაახვით აკედან. პირდაპირ აი ესე უყურე როგორ აი ეს ლექსიკაც კი წავიდა რა. ხვდები ტრამპი აი უბრალოდ როგორც ხიშნიკი ისე ელაპარაკება. რეკეტი როგორც ელაპარაკება, კაცი ამბობს რომ ყველაფერი არის ტარანა არის თვლით. ჯიგრულად ელაპარაკება სწორად. რატო უნდა შეგინახო? რატო უნდა შევინახო კანადა? ანუ სხვა ერა დადგა, სხვა ერა და ამას რო ეუბნები აი ამ ლიბერდებილ ბავშვს. აი მე აღელებული ვარ ხომეთყობა. ერთი კვირა გავატარე ამათთან კამაჩი და ნუ მივხვდი რომ შეაყარე კედელს ცერცი. ამერიკის შეერთებული შტატები ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები დღეს ისე როგორც არასდროს აქცენტირებული არიან საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. და საქართველოს ხელისუფლება ზუსტად ამას აკეთებს, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და იქიდან გამომდინარე, აქ სანქციებთან დაკავშირებით ამ სანქციების ეფექტი იმდენად არ არის არაფერი, რამდენადაც დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს უყურებენ არასათანადოდ და აქ არის ჩვენი გულისწყეთა, ყველაზე მთავარი გულისწყეთა და ეს მიუღებელია ჩვენთვის. საქართველოს არის შემდგარი ქვეყანა, შემდგარი სახელმწიფო, საქართველოს აქვს საკმარისი რესურსი იმისა, რომ ადეკვატურად უპასუხოს საშინაო გამოწვევებსაც და საგარეო გამოწვევებსაც. კი ბატონო, უღრეს მადლობა, კარგი ნიუსი მაქვს. დიდი მადლობა თქვენ. ქუჩაში აღარ გაიმართება. ვაშინგტონში აღარ ინაუგურაციის ცერემონია, ფიცის დადების ცერემონია აღარ გაიმართება ქუჩაში. კონგრესში გაიმართება. გასაგებია რომ უამინდობის გამო არ მინდა ყურში ამდენი ლაპარაკი. უამინდობის გამო არა, იმიტომ რომ უსაფრთხოების გამო. ეგ ვიცოდეთ ყველამ. რატომ უნდა მოუყვე იმათი გაправება? უსაფრთხოების გამო, იმიტომ რომ პრობლემა ამერიკაში არის ძალიან დიდი მithქმა-მოთქმა რომ არ გააგორონ ეს კაციო. და რა თქმა უნდა, თვითონ ტრამპის გადაწყვეტილებაც არის რომ კონგრესის შენობაში გაიმართოს და სწორიც არის ვეთანხმები. ახლა ეს ჩვენ გვაკრიტიკებდნენ რომ მოგვიკლან, ახლა სად არის ეგრე? ჩვენ გვაკრიტიკებდნენ მახსოვს, როდესაც ბატონი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა საქართველოს პარლამენტის შენობაში და იმედი მაქვს რომ არ გააკრიტიკებენ ბატონ პრეზიდენტ ტრამპს იმის გამო რომ მისი ინაუგურაცია შედგება კონგრესის შენობაში. აი, კარგია ხო. და მე მაინტერესებს სალომე რო არის დაპატიჟებული 500 კაცი ეთება მთლიან ძიმაში. იმ 500 კაცი ხო იქნება ჩვენი არ ვიცი. ჩვენი მადამ დე პამპადური. დიდი მადლობა ჩვენ გიორგი გვიმრაძე პირველი არხის ჟურნალისტი არ მევასება ეგ სიტყვა, მაგრამ ჟურნალისტი არ მოსვათო, ჟურნალისტი მევასება. გველოდება ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ. დიდი მადლობა. გიორგი გვიმრაძე არის ჩვენი გაცემის სტუმარი. გიორგი, არ ვიცი, usmend თუ არა? მე ადრე მოვედი და მქონდა მცდელობა გითხარია კი და გავიმეორებ რომ ვიღაცებთან შევდივარ ოზზე, ნუ ჯერ მაგინებენ მე ახალგაზრდა მოდით რა აგერ მოვედი, დასაკლავი კრავი და თქვენ ხომ გლები ხართ და დამამარცხეთ დისკუსიაში გამფათრეთ და მე რაღაცა აი აწყდები რაღაც როგორ ინფანტილურ დებილობას, იცი რომ აი ეს ხელებში რომ აი ფაქტს უარყოფენ რაღაცა სიგიჟეებს ბაზრობენ რა. აი შენ მაგალითად ამოგალპონ ციხეში და მე არ დამშავები არაფერი ეუბნები და ის ქალები მოყვებიან, ვინც შენი მსხვერპლები და შევიწროება არ არის ეს სამართლის დანაშაული ეუბნები. მე შენ ის გეუბნება, შენ ეუბნები რომ ის გეუბნება რომ სახეზე გეტყობა შენ რამე გექნება ჩადრებული. მე შენეუნები ბილბიჩილავე კასტატია ნაიძიოცსაო ბერია თქვენ და საიდან გაგრუსული შტიპტიო როს ესე მთავრდება ხდები და კოგნიტიური დისონანსი მეწყება რა ჭედავ ხო იცი არის რასთან აქვს მე მგონი ესია რა მე მგონი ამ ხალხს რაღაცა პერიოდი თავი უნდა დავანებოთ რა საერთოდ აი დოი მაგალითად ხო გეუბნება აი 20-ის მერე თქვენ განრისხებულთიაც ნახავთ აი იმას რა უნდა ვედავო
არა, ხო და მაგას მომდ, ანუ ამ ხალხს უნდა დავანებოთ თავი. ჩვენ მე მგონია რომ ჩვენ სხვა აუდიტორია გვყავს სალაპარაკო ესე იმათ არ ელაპარაკო. იცი რა, ცოტა ხანი თავი უნდა დავანებოთ და რატო? იმიტომ რომ ის რაც მოხდება და თავისთავად მოხდება, ხო? მოხდარია უკვე. ხო, ან მაგალითად 20-ის მერე რაც დაიწყება პირობითად, ანუ ხო გზელი პროცესი იქნება, ცხადი ახლა 21-22-ში ხوار მოხდება. არა მგონია სხვა შეიძლება. რაღაცა თვალსაზრისით მაინც გზელი პროცესი იქნება, იმიტომ რომ ესე მარტივად რაღაცებზე ვერ შეთანხმდებიან, იმიტომ რომ ნუ მე მაინც რაღაცა მოველი რომ ესე რაღაცა სამთა შეხვედრა საბოლოო სურათი ესეთი ჩანს თითქოს ჩინეთი, ამერიკა, ხო და უნდა შეთანხმდნენ რაღაცა შეთანხმდებიან. ახალ წესრიგზე. ახალ იალტაზე. კი, ახალ იალტაზე, ხო, აი კარგი მაგალითია. ხო და ეს თავისთავად გამოიწვევს. ოღონდ ძალიან ესეთი რთულ ესე ვთქვათ განხიბლვას გარკვეული რიგის ადამიანებისა იმ ყველაფრით რაც რისიც იმედები ქონდათ, რაც ქონდათ ეს ილუზიები და ასე შემდეგ ამ ხნის განმავლობაში. ხო, ანუ ყველაფერი რაზეც იყო აშენებული მათი სახლი, ესე ვთქვათ, რომელშიც იდგნენ, აღმოჩნდება რომ ამას არანაირი ფუნდამენტი. ხო, ამას არანაირი ფუნდამენტი. მორალზე წყალებში დაფუძნებული პოლიტიკა, არა ძალების შერკინება, არამედ სიმართლის და ბოროტების შერკინება. ეგრე არის, იმიტომ რომ არც იყო თაფარისელური იყო. აი ეგ მთელი გამბავი ხო რა არის, რომ ჩვენ ისეთ რაღაცეებზე საუბრობთ დიქოტომიური ინსტრუმენტებით, ხო? რაც არის საუბრება. მორალის სფერო. ხო, არის საუბრება ეგ რაღაცეები რა. მართლა ეკლესიის ამბავი, მართლა რელიგიის ამბავია ბოროტზე და კეთილის შესახებ. არ მესმის ეგო რა. ხო და არ შეიძლება ეხა შენ მართლა ილაპარაკო იმაზე, აი ეხა ავიღოთ მაგალითად და კანადას და ვთქვათ გრენლანდიას პირველ რიგში რასაც უპირებს ტრამპი. ხო, რასაც უპირებს ტრამპი, ანუ რა ინტერესიც აქვს, მორალურია ეგ ყველაფერი. და რა ვქნათ ეხლა? მაშინ რა განსხვავება ყირიმი რო გადაყლაპა? არანაირი განსხვავება არ არის. და მთელი ამბავი რა არის, ჩვენ საერთოდ იქიდან გამომდინარე რომ ვარ დასავლური მედიის, ასე ვთქვათ, ნარატივებში ჩამჯდები, საერთოდ არ გვახსოვს რომ მაგალითად თურქეთ სირიის ტერიტორია. ან გულისხმობ ჩვენ მედია არ ვართ ამ გაგებით. ხო. სოციუმის ეგ ხმაურიანი ნაწილი, მოდი ეს დავაკვირდეთ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ხო ქემაინც ვიცით რა ხდება იქ. და აი ხან ახლა როგორ რაღაცა არის, ანუ ჩვენი ათვლის წერტილი მაგალითად იწყება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან. ხო, რაღაცა თვალსაზრისით ათვლის წერტილი იწყება, მაგრამ რუსეთს არ მოუხდენია ამ ტერიტორიების ინკორპორაცია საკუთარ სივრცეში. გან გამოაცხადა ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ესე დამოუკიდებელი და ფულს არ დებს იგი. პირველი ინკორპორაცია მოახდინა რუსეთს თუ ლაპარაკობთ, ეს იყო იმის რა ქვია, ყირიმის ანექსია. ხო? მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ამასთან ერთად, რომ არც განუცხადები, არც არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ თურქეთს აქვს 2011 წელს რო დაიწყო სირიაში სამოქალაქო კონფლიქტი, აი იქიდან მოყოლებული აქვს საკმაოდ დიდი ტერიტორია სირიის წაღებული და ხმას არავინ არ იღებს, საერთოდ არავინ არ იღებს. უსაფრთხოებით სჭირდება იმას და იმას არ აქვს უფლება უსაფრთხოება. ანუ ხმას არავინ არ იღებს. ისრაელს გოლანის მახლობლები რამდენი წელია. არ ეხლა ლიბანის აიღო კაცო გოლანის. კი ბატონო, ხო და ანუ ამაზე ხმას იქ არავინ არ იღებს. მე იმას კი არ ვამბობ, რატო არ იღებენ და ასე შემდეგ. ანუ ეს ხო რაღაცაზე მეტყველებს, ანუ ლოგიკაზე მეტყველებს, ხო? რუსეთი ცუდია და არა აქვს უფლება. ის კარგია და აქვს უფლება. ხო და ანუ ეს ხო რაღაც ლოგიკაზე მეტყველებს, როგორ მუშაობს სამყარო და ეს ხო უნდა დაინახო, ანუ თუ ჩვენ არ დავანახეთ რაღაცა ჯგუფს, ეხლა ნახე როგორ არის. იმიტომ რომ ამას ცოტა ხანი თავი დავანებოთ, არსებობს სხვა ჯგუფი, რომელიც ჩვენ უნდა გავამყაროთ. იმიტომ რომ ჩვენ რა გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება ჩვენს მოსახლეობას მის კრიტიკულ მასას, მის კრიტიკულ ნაწილს ესმოდეს რას ვაკეთებ. არგუმენტები. კი ბატონო, აბსოლუტური მყარი არგუმენტები ქონდეს იმ რაციონალური პოლიტიკისა, რომელიც რაციონალური პოლიტიკაც უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ სახელმწიფოდ შევდგეთ და სახელმწიფოდ აღვიქვან ჩვენმა მეზობლებმა. საინტერესო იდეაა კი. ანუ იმათ არ უნდა დაველაპარაკოთ. ხო, შეუძლებელია მართალი ხარ. ჩვენ მივხვდი რომ ისინი მართალი დიქოტომიდან რომ მეუნებიან რომ იმას აქვს უფლება. აი რომ მეუნება მაგალითად ვითომ ჟურნალისტი ტიპი რომ შენ ისეთი ცუდი ხარ. რაც მინდა მტკიცებულება რომ შენ არჩევნები გააყალბე. ხო, ნუ მე ხო დასრულებულია ლაპარაკი. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანუ ის რა ქვია, არგუმენტების ესე ვთქვათ ინსტრუმენტები მათთვის მიუღებელი არ არსებობს რა. ანუ მე გითხარი რომ გააყალბე და მორჩა. თან გითხარი ეგ რაღაცა საათნახევრის შემდეგ არჩევნები რომ დამთავრდა და იქიდან ანუ არაფერი მტკიცებულება არ მქონდა გარდა იმისა რომ შედეგი დაიდო. ხო, შედეგიდან გეუბნები რომ გააყალბე. და რანაირად არის ეგ ახლა რაღაცა ცოტა ან დოკუმენტი მანახე რაღაცა ვიღაცამ თქვა შენმა დამკვირვებელმა რამე თქვას და მე მითხარი კი ბატონო ხო არ მოგეწონა ისა ჯო ვილსონი ტვიტებს წერს და
ამიტომ შენ ცუდი. ხო, კი ბატონო, მაგრამ ნახე როგორ რაღაცა ის არგუმენტები, რომლითაც ჩვენ საზოგადოების აი ამ ნაწილს დაველაპარაკებით, რომელთანაც კონტაქტი უნდა გქონდეს და რომელიც უნდა გავამყაროთ არგუმენტებში, რომელიც უნდა ჯეროდეს. კარგია. ეს არგუმენტები იმას წინააღმდეგიც არის. თუ ვინმე იქიდან მოისმენს, ისიც გაიგებს რამეს. ხო, მაგრამ არა მგონი. არა, მე ხო გეუბნები არ არის ის ადრესატი თქო. მე გეუბნები აქეთ არიან ადამიანები, მათ შორის აი რაღაცა მე არ ვამბობ რომ ამ აქციებზე დიდი ნაწილია გულწრფელი. არა, მე არ მგონია რომ დიდი ნაწილია ვიღაცები აი მსახიობები ხო არიან. რაღაცა ნაწილი არის გულწრფელი და იმათაც ჭირდებათ რაღაცის თქმა. ისმის ანუ იმათაც ჭირდებათ რაღაცის თქმა, მაგრამ ეს ხო შეიძლება არ იყოს ასე რომ მოდი Facebook-ზე მივწეროთ. არა, ნუ მე ვამბობ აგერ ჩემსაც თუ გინდა მომისმინე. აი მსახიობს ვეუბნები რომ შენმა კოლეგამ ქვა ჩაარტყა პოლიციელს. ნუ ის მერე გეტყვის გაბრაზდა და იმითო ჩაარტყა. ხო და აი მე რა როგორ გაუგრძელო. ხო და მანდა არა მაგაზე საერთოდ დაასრულო. უყურეთ, საერთოდ არ ვლაპარაკობ მაგაზე. გესმის? ჩვენ მე ჩემი აზრით გვაქვს აბსოლუტურად სამი რაღაცა გვაქვს სათქმელი რა. ერთი პირველი ეს არის ის რომ ომის საფრთხე არის აბსოლუტურად რეალისტური. ამა ეს არცად არ წასულა. თვითონ აღიარეს იმათ, კაცო ეხლა ჩვენ ოპოშმოპოებმა აღიარეს. არცად არ წასულა ეს საფრთხე თან არცად არ წასულა. სირიის შემთხვევა, სირიაში რაც მოხდა, ამან პირიქით კიდევ ერთხელ გვითხრა ჩვენ ის რომ ჩვენ თუ სახელმწიფო არ ვიქნებით და ჩვენი მეზობლები თუ სახელმწიფოთ არ აღვიქვამენ, ამ შემთხვევაში ჩვენ განხილული ვიქნებით მათი მხრიდან როგორც ტერიტორია, რომელიც უნდა გაინაწილოს. როგორც სირიის ტერიტორია გაინაწილეს, ხო? მეორე ნაწილი რაც არის მნიშვნელოვანი, რაზეც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, მათ შორის იმათაც ვინც ვთქვათ რაღაცა ესეთი ტიპები არიან ამ აქციებზე, იმათაც ესმოდეთ უნდა, რომ ამ აქციებს ბენეფიციარები ყავთ, პოლიტიკური ბენეფიციარები ყავთ. არ შეიძლება აქციაზე არა ხო და ამას ხო არგუმენტი აქვს. ხო და უყურე მე რომ ვეუბნები რომ ვინ ხავთ პოლიტიკური ლიდერი, ეს ხო პოლიტიკური პროცესია. არა, ჩვენ არ გვჭირდება ლიდერი, ჯერ საერთოდ ვერ გავიგე პროტესტს როგორ შეიძლება ლიდერი არ ჭირდებოდეს და მე გეუბნება რომ ჩვენ ახლა მივახცევთ ახალ არჩევნებს და მე ისე დალაგდება რომ არც ერთი ძალა არ იყოს უმრავლესობაში. ეგ გავხსნათ, ეგ ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ამბობენ. ხო ეგ გავხსნათ, რომ ეს ეგრე არ არის. ეგრე არ არის. ამას ახსნა ჭირდება? ეთყობა ჭირდება. იმიტომ რომ მე მაგალითად გქონია გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელსაც ეს რო აუხსენი, კიო, მესმისო, ეგ ამბავიო და მყარი არგუმენტია, მადლობა და დამთავრეთ. არა, არის ამ ადამიანს, ეგ სიგიჟია. იცი როგორ რაღაცა არის, უყურე ნახე. ეგეთი რაღაცა სოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ეგეთი დებილობა რომ აი ეხა მე რევოლუციას მოვაწყობდა. მე თავისი დალაგდება არ მომხდარა. ხო, გავიგეთ, მაგრამ მთლიანობაში ადამიანებს, რომლებიც აი ესე დარბიან ქუჩაში, იმათ საერთოდ წარმოდგენა არ ქნებოდ რა მოხდებოდა. აი გავიხსენოთ მაგალითად ის რა ქვია, არაბული გაზაფხული, ხო? იქ იყო ერთი ძალიან კარგი ეპიზოდი, რომელიც მომწონდა ყოველთვის ესე გარკვეული თვალსაზრისით, რომ ერთი ახალგაზრდა მომწონდა რა აჩვენებდა რეალობას. ერთი ახალგაზრდა ამ აქციებზე იდგა და რაღაც ასე შემდეგ და ნუ მოხდა თუნისში, მე მგონი თუნისელი იყო ეს და თავი რო დაიწვა? არა და ჟურნალისტი უკვე გადატრიალების შემდეგ ჟურნალისტი ეკითხება რომ აწი რა იქნება. და ამის პასუხი იყო ასეთი რომ ახლა რა იქნება აღარ ვიცი, მაგრამ ის რაც იქნებოდა ის რო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ეს ვიცი. მაგრამ იმის მერე რაც მოხდა ხო ჩანს, მაგრამ ამ ტიპის განწყობა ხო აჩვენებს რომ ამასაც არ ქონდა წარმოდგენა რა მოხდებოდა, ისე მონაწილეობდა ამაში ყველაფერში. მაგრამ ეგონა რომ კაი რაღაცას აკეთებდა რა. ანუ არც ბენეფიციარი იცოდა ამ პროცესის, არც შედეგი იცოდა საბოლოო ჯამში, მაგრამ ამაში მონაწილეობდა. თუნდაც სირიაში ეხლა ხო დაყვავდა ეს ამბავი და არ დამთავრებულა. სირიაში როგორ რანაირად დამთავრდა? ეხლა არის ალ-კაიდას რანაირად დამთავრდა ეხლა ადამიანები ჩადიან და ხელს ართმევენ ადამიანს, რომელსაც ერთი კვირის წინ 10 მილიონი ქონდა გამოცხადებული რომ მოდაგვაჭერინე. აფეთქებდა ბანკანებს. თავებს აჭრინა. ბანკანებს აფეთქებდა. მაგალითად ავიღოთ, კაცი რომელსაც ანალენა ბერბოკმა ხელი ჩამოართვა, უნდოდა უბრალოდ რომ ხელი ჩამოერთვა. იუსტიციის მინისტრი, მასზე 2 ვიდეო არსებობს, თვითონ რა ყავს ქალი დახვრეტილი. თვითონ საკუთარი ხელი. ქალების უფლებების კუთხით და შენიშნა მიეცა. კი, და ამ კაცზე არსებობს 2 კონკრეტული ვიდეო, სადაც ეს ადამიანი საკუთარი ხელი ხვრიტავს. ბაზაშია, თუ აღარ არის. ალბათ ამოიღეს. ძალიან კარგი მემი იყო სხვათა შორის YouTube იმაზე რა ქვია, მე მგონი Twitter-ზე ამერიკის საელჩო ქონდა ტიპს დათაგული იმაში რა ქვია მაგას სირიაში. იმას ხო ქონდათ გამოცხადებული 10 მილიონი. და როგორც კი ამან ალჯულანი რაღაცა შევიდა იქ და ძალაუფლება, ამან დატვიტა რომ 5 მომეცი ზუსტად გეტყვით სად არისო.
თუ რაკეტა რო დაარტყათ. ხო, აი ზუსტად ვიცი და ხო და აი როგორ ხსნით? აბა წავიდა ახსნა. აი მე ვარ ლიბერდებელი ბავშვი და ვეუბნები რომ მე მინდა მე არ ყავს ბენეფიციარი, ხო? არ ყავს. შეხარ ცუდი, მე არ მინდა ლიდერი, აი ხა მივახსენებთ გადატრიალებას პრაქტიკულად და მე თან რო ეკითხები, აი ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები? სესკო უნდა შეიცვალოს? შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება. მაგაზე უკვე უჭირს პასუხის გასაგები. ხო, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება მათთვისაც არავის არ აუხსნია, მაგრამ მეორეს მხრივ ეს გაიგებს თუ არა ეგეც პრობლემა. გაიგებს თუ არა ეგეც პრობლემა, მაგრამ ასახსნელია. რაღაცა თვალსაზრისით ასახსნელია. თემა რა არის, რომ რეალურად ჩვენ ამდენი ხნის 12 წლის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური რეალობა ხასიათდება დავარქვათ რა, ეგრეა რეალობა დიქოტომიით. ერთ მხარეს არის ნაციონალური მოძრაობა, მეორე მხარეს არის ქართული ოცნება. ეს არის ორი ძირითადი დაპირისპირებული მხარე. ეხლა ვიღაცას ეს მოწონს, არ მოწონს, იქ კიდე ვიღაცა პოლიტიკური ჯგუფებია. ვიღაცები არიან კიდე და ასე შემდეგ. ანუ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი ამ წუთას არ არსებობს ჩვენს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას მოუგებს არჩევნებს. ანუ ხო მოუგო იმან. ვინ? იძახის არა ვარ. ნუ კარგი. ნიკუტამ. ხო და მოკლედ ხო, ნუ ხუმრობ. ხო, ვერც ერთი მეორე ადგილს ვერ წაართმევს. ანუ ვერ ამოვა. და ამას რო ეს ამოვიდეს ამ მეორე ადგილზე. სხვათა შორის ისე რო ავიღოთ, აი იმ თუნდაც რა ქვია მაგას, გახარიას და იმის ლელოს პარტიას, ამ გაერთიანებას, რაღაცა რესურსი ქონდათ ამის გაკეთების, ოღონდ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში. არჩევნების შემდეგ. უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და თუ ისინი პარლამენტში შევიდოდნენ, რეალურად სერიოზული ნაბიჯების, პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა ქონდათ. აი რო შეხედო რეალურად წინა არჩევნებიდან ამ არჩევნებამდე, იმას ლელოს ქონდა არაჩვეულებრივი შედეგი. არაჩვეულებრივი ზრდა ქონდა, ხო? იმიტომ რომ წინა არჩევნებზე 3% მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ არჩევნებზე 9%-მდე აქვს მიღებული. ასეთი ნახტომი არავის არ გაუკეთებია ქართულ პოლიტიკაში, მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში, რომ ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე 200%-ით გაზარდო ელექტორალური მხარდაჭერა. ქონდათ ამის შესაძლებლობა, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ სხვანაირად იმოქმედონ და პირიქით, ანუ ისევ მათ ჭრილქვეშ იყვნენ და იმათი თამაში ითამაშენ. იმიტომ რომ სხვა არაფერს არ თამაშობენ, იმათ თამაშს თამაშობენ. ანუ ისევ დატოვეს ეს დიქოტომია, ხო? შესაბამისად პოლიტიკური პროცესია, ყველა ვარი, როდესაც არჩევნებს ითხოვ, შენ რომ ხელფასების მომატებას ითხოვდე, ვიტყოდი რომ სოციალური პროტესტია თქო, მაგრამ არჩევნებს ითხოვ, ხო? და ესე იგი პოლიტიკურ შედეგს ითხოვ. თუ პოლიტიკურ შედეგს ითხოვ, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის პოლიტიკური პროცესი. ხელფასების მომატებაც პოლიტიკური პროცესი. კი, იმიტომ რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჭიროებს მართალია, მაგრამ მაინც უკავშირდება იმას, რომ სოციალური პრეტენზია მაქვს. სოციალური ტკივილი მაქვს და სულ არ მინდა მაგალითად ფინანსთა მინისტრის გადადგომა თუ ეკონომიკის ministris გადადგომა, პროსტა ხელფასი მომიმატე რა. თან შენც კი არ იმაშვები, მაგალითად გავიფიცე სადღაც მართლა მაღარაში რა. საერთოდ არ მოვდივარ, შენ ხო არაფერს. დამსაქმებელს ხო, დამსაქმებელთან მაქვს პრეტენზია. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო ჩვენ არჩევნებს ესენი ხო არჩევნებს ითხოვენ, ასე თუ. ესე იგი პოლიტიკურ შედეგს ითხოვენ. პოლიტიკური შედეგით მხოლოდ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს ბენეფიციარი. სხვა ვერ იქნება. ვერაფრით ვერ იქნება. და შესაბამისად, რადგან ეს ორი სუბიექტია, ძირითადი სუბიექტია პოლიტიკურ არენაზე, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური შედეგის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ან ერთი, ან მეორე, ან ორივე ერთად. როგორც ამ 12 წლის განმავლობაში იყო, რომ ორივე რაღაცნაირად არსებობდა, ხო? შეიძლება გაქცე ლიბერდეbilis პოზიციით. ვარამია არ არის, კაცო, მელი არ არის ნაცი. კი ბატონო, თავის თავს მოატყუონ, მაგრამ ჩვენ ხა ბავშვები და ეს დონე როა? გავიგეთ, მაგრამ მე ხო გეუბნები იმ ხალხს ვამყარებ, ვინცაც რაღაცა იმას კამათში იტყვია შენ არგუმენტს არა ძმაო ეგრე არა. თავარი ერთი რამე შევთანხმდით. კარგი, მოყვები მაგაზე რომ გვარამია არ არის ნაცი. თქვა, შევთანხმდით მაგაზე რომ გვარამია. გინდა რომ გვარამია იყოს პრემიერ-მინისტრი? არა, მე არ მინდა. მე მინდა რომ დააბალანსოს. არა, მოიცადე. ყველამ და აი ეგეთი. მე მინდა რომ ბაბუაწერები იყოს 5 მეტრიანი. მე მინდა რომ დააბალანსოს. გავიგე, მაგრამ ეს შუშის თვალები გავიგე, მაგრამ გინდა რომ იყოს. არა, არ მინდა. ესე იგი და მე კიდე გეუნები რომ ეგ შეუძლებელია, რაც შენ გინდა, ეგ არის შეუძლებელი. რატო? იმიტომ რომ უყურე როგორ რაღაცა 2003 წელი უნდა. თვალები მიშუშავდება და შენ პატარა იყავი. ხო. როცა 2003 წელი მოხდა და როდესაც ეხლა მეუბნები რომ კოალიციური მთავრობა არის კარგი და პირველად მაშინ არ არსებობდა TikTok-ი, მე მაშინ დაბადებული არ ვარ. ყველაპარაკები, დავაი წადია, კაი ხო, მეგიყვები. ბიჭო, ეს დონია დისკუსიის. მესმის რომ ეგ დონია, მაგრამ გავგიჟდი. ჩვენ ხო რაღაცა ჯგუფს ადამიანების არა, შენ კარგად მითხარი თავიდან რომ იმან ვაფშე მელაპარაკები. ხო, მაგაშია საქმე. ანუ მე ხა ამასაც კი ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებიც აი მაგალითად ჩემი ძმაკაცი აქციაზე და მასთან ერთად დგევარ.
რაღაცა ვთქვათ ვიღაცას ცემეს და გავბრაზდი და მივედი. კი ბატონო. და ასე შემდეგ. ისმის ანუ მეტნაკლებად ესე ვთქვათ ადეკვატური ადამიანები, რომლებიც შეიძლება მართლა არ უნდა რომ ნაცები დაბრუნდნენ, რა ვთქვათ. და შენ რო ამას რო არ დაუშვებ შენ ამას რომ ნაცები დაბრუნდნენ. გეუნები. არა. ხო, გავიგე, არ დაუშვებ შენ, მაგრამ და მე გეუნები რომ შენ ამას აკეთებ ახლა. და ეუნები რომ აი ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, გარდამავალ მთავრობა ხო გინდათ? ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი? ცესკო ვინ იქნება? ეგ ამბავი. შევხედოთ სიტუაციას ამ პერსპექტივიდან. ეგზიტ პოლებს ხო ენდობიან ის ოპოზიციური პარტიები? კი. აი ეგზიტ პოლები. თავის ეგზიტ პოლებს, თავის ჩატარებული. სხვადასხვა ეგზიტ პოლები. ხო და თავის ჩატარებული. არის მურტალი ეგზიტ პოლი, არის ნაკლებად მურტალი. ზოგიერთ გიჟების ეგზიტ პოლი. საშუალო რომ გამოვიყვანოთ, სადღაც მან მოიგეს გას. პირველ ორ, ესე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის აი ამ ორ განაყოფს ქონდა სადღაც 33% თუ არ მეშლება და იგივე შედეგი და სხვათა შორის ეგეც საინტერესო, იგივე შედეგი და აი ამ ძლიერმა საქართველოს და გახარიას პარტიამ. მოიგეს, კაცო, მან იგა გრიგორიას რა უხარო და მოიგეს, მაგრამ ეგზიტ პოლის შედეგად ამ ორმა დადო ის რა ქვია მაგას იგივე შედეგი რაც ცესკომ უთხრა. ამ გახარიას და იმას. აი ვიღაცას წაართვეს ხო მოიცა? და ნაცებმა აიღეს უფრო ნაკლები. მაგრამ სამართლიანი არჩევნები არ დებს. ეხლა მოდი ესე შევხედოთ, ანუ ზრდასრულად შევხედოთ ამას ყველაფერს, 33%-ის ამღები პარტია, ორი პარტია მისცემდა თუ არა ან გახარიას, ან ლელოს ძალოვანი სტრუქტურების სამინისტრო პაკეტებს. არა. რა თქმა უნდა, შესაბამისად რა იქნება, ვისაც ძალოვანი სისტემა აქვს, ის აკონტროლებს ყველაფერს. რა თქმა უნდა. ის აკონტროლებს ცელ ძალაუფლებას ქვეყანაში. შესაბამისად არც გაუჭირდება. როგორც ეს გააკეთა 2003 წელს, ხო 2000 ესენ რო გვეუბნებიან რომ კოალიცია არასდროს არ ყოფილა, ესეთ ნარატივი ქონდა თუ გახსოვს არჩევნების წინ. კოალიცია არასდროს არ ყოფილა, როგორ არ ყოფილა 2003 წელს კოალიცია იყო. თვითონ ნაციონალური მოძრაობაც კი იყო კოალიცია და მე შეჭამა ჟვანიას პარტიიდან, ნუ რესპუბლიკელები მანამდე, მაგრამ ჟვანიას პარტია შეჭამა, გააუქმა ტიპა პარტია, გახსოვს? ყველა შეჭამა და დარჩა თვითონ, მარტო ხო ასეა? იმიტომ რომ ძალოვანი ინსტიტუციები მის ხელში იყო. კი ბატონო. და ეს ჩვენ ეს ვიცით, რა კიდე ერთი საკითხი ნახე, კოალიციას რაც შეეხება. კოალიცია არ არის პანაცეა. არ არის. კოალიცია არის კრიზისიდან გამოსავლის გზა. არ შეიძლება კრიზისიდან გამოსავლის გზა დაისახო მიზნად. არ შეიძლება მითხრა რომ მე არჩევნებში იმიტომ ვიღებ მონაწილეობას რომ კრიზისი შევქმნა. იმიტომ რომ კოალიცია იმ შემთხვევაში ყალიბდება თუ კრიზისი იქმნება. და შენ რომ მეუბნები რომ კოალიციისკენ მივისწრაფი, ეს ნიშნავს რომ კრიზისისკენ მიისწრაფი ჯერ. და მე მიისწრაფი კოალიციისკენ. არა, ხო და მას გეუბნები იცი რომ აი ეს ყველაფერი არ მიდის იმამდე. შენ კარგად მითხარი, არა, ჩემთვის ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია. შენ ძალიან კარგად მითხარი რომ იმას მოელაპარაკები ჯერო. ჯერ დაიჯგუნოს, დაინახოს დაემართოს ის ფრუსტრაცია, რომელიც უნდა დაემართოს. სი ძინპინი, პუტინი, ახალი იალტა, უკრაინა როგორ აფორმებს თავის საზარელ მარტს. აუცილებლად. ანუ ის ჯერ რასაც ლაპარაკობს, ტრამპი იმას არ უსმენს. იმას რახან პრიმიტიული არსებაა, უნდა ვიდეო რო დაიდოს, ხო? მე ბატონო. ხო? კიდე ერთი ელემენტია, ნახე, ერთი რამის თქმა მინდოდა, მე მაგალითად ერთი კიდე რაზეც მინდოდა გამახვილება მესამე საკითხი ყურადღების. ევროინტეგრაციის საკითხი და გადაწყვეტილება, რომელიც 28 ნოემბერს გაჟღერდა, ხო? რეალურად ხო ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენ, ისა რა ქვია, 78 მუხს ვარღვევთ, ხო? მე თუ მკითხავ, აბსოლუტურად პირიქით ვაკეთებთ. აბსოლუტურად პირიქით ვაკეთებ და რატო? იმიტომ რომ ამ 78 მუხლი კონსტიტუციაში რომელიც ამბობს რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის. უნდა სასწრაფოდ გასაუქმებელი. აუცილებლად მე მიღების დროს ვაკრიტიკებდი მაგას თავის დროზე, მაგრამ საერთოდ არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციაში არ შეიძლება კონსტიტუციონალიზმი ან მაგალითად ისა რა ქვია ევროატლანტიკური ნახე როგორ ანაკლია უფრო შეიძლება ეწეროს ვიდრე ევროატლანტიკური ანაკლია არ უნდა ეწეროს. არ უნდა ეწეროს, მაგრამ უფრო შეიძლება ეწეროს. რატო ანაკლია არ უნდა ეწეროს? რატო შეიძლება რომ ეწეროს? ნახე ანაკლია ეს არის რაღაცა რაც შენ შეგიძლია გააკეთო. ევროინტეგრაცია არ არის რაღაცა რაც შენ შეგიძლია გააკეთო, იმათმა უნდა გააკეთო. მე იმათმა უნდა მიგიღო. არც ანაკლია არ შეგვიძლია ჩვენ რო გავაკეთოთ. და კონსტიტუციონალიზმი თუ არ იქნა, ვერ გავაკეთოთ ანაკლია. კონსტიტუციონალიზმი გულისხმობს იმას, რომ შენ იმას წერ კონსტიტუციაში, რაც შენ შეგიძლია გააკეთო. რაც შენ ხელგეწიფება. სუვერენული მიზანია. რასაც შენ უზრუნველყო. კი ბატონო. კი ბატონო. და ეხლა ნახე როგორ რაღაც, მაგრამ დავანავნებოთ ეხლა ამ წუთას თავი რა წერია იქ შიგნით, თავარი რა არის, რომ ამითი რატო ვუწყობთ ჩვენ ამ ყველაფერს ხელს? იმიტომ რომ ჩვენ ვამიწებთ ამ საუბარს. აქამდე ეს იყო
აი იმ დიქოტომიაში აყვანილ, კეთილის და ბოროტის დიქოტომიაში აყვანილ. ევროკავშირში ინტეგრაცია სიკეთეა, იქ არ შესვლას ბოროტება. ანუ ამ ადამიანებისთვის ხო ასია, საქართველოს არსებობს იმისთვის, რომ ევროკავშირში შევიდეს და არა პირიქით, ხო? დასული აზრით კითხვა. ხო და ნახე როგორ რაღაცა, რომ ჩვენ ამას პირიქით ვაკეთებთ. ჩვენ ამით ვეუბნებით ევროპელებს, რომ დადეთ ფურცელი, დადეთ თქვით, რაში გჭირდებათ საქართველო. გესმის, ანუ შენ თუ არ გჭირდება შენ საქართველოს, შენ არც არასდროს მიმიღებ და თუ გჭირდება თქვი რაში გჭირდება ეს ყველაფერი. და შენ რო იტყვი რაში არ გჭირდება. დადებს მაგფურცელს, კაცო. ხო და ნუ დადე. სანამ ეტენები, რატომ დადებს? ხო და არ ვეტენები, აგერ თქვი რო აღარ გეტენები. ხო, თქვი რო აღარ მაგაზე გეტენები. გაგიჟდნენ კი. ხო, მაგაშია საქმე, გესმის და მაგიტო ვაკეთებ მე, იმიტომ გეუბნები რომ არ გეტენები, რომ ახლა შენ დადო ფურცელი. თუ გაგინდა ჩემგან, ხო? თუ გაქვს ინტერესი, რამე თუ გაქვს ინტერესი. და რას ვერ ვაკეთებ, რა გინდა ჩემგან? ხო და ანუ ნახე, უყურე როგორ რაღაცა, შენ თუ ინტერესი. ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი გააუქმე. გეუბნება რა თქმა უნდა, ეგ ხო, ეგ ხო ბელეტრისტიკაა, კაცო, მომისმინე. უყურე, რუსული ეგრეთ წოდებული კანონი გააუქმე. ევროკავშირს კავკასიასთან მიმართებაში თუ აქვს რამე ინტერესი, ეს უნდა თქვას და ამას გეუბნებიან. სინამდვილეში გეუბნებიან, რომ შენ არ უნდა იყო. ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყო. ეგ რატო? პირდაპირ, იმიტომ რომ ამ სუვერენულია. იმიტომ რომ არ გვიჯერებს. ხო და იმიტომ რომ რას ქვია არ გვიჯერებს? იმიტომ რომ არ გვეტენებ. ხო, არ გვიჯერებს. ხო და ნახე როგორ რაღაცა არის, მთელი ამბავი ამაში მდგომარეობს. ეხლა ესე შევხედოთ რა. ევროკავშირმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება მიიღოს საქართველოს როგორც მისი წევრი ქვეყანა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ ევროკავშირი იქნება გლობალური პოლიტიკური მოთამაშე და კავკასიაში ექნება ინტერესები, რომლისთვისაც მზად არის დააკ. ყველაფერი გააკეთოს. ევროკავშირს არ აქვს, ცალკეულ ქვეყნებს აქვს. ხო და ნახე როგორ რაღაცა არის, ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყნები, რომლებიც თავის თავს თვლიან გლობალურ მოთამაშედ და ამასთან ერთად მზად არიან საკუთარი ინტერესები დაიცვან, ისინი ომობენ კიდევაც. წეგან თურქეთი ვახსენეთ, ისრაელი ვახსენეთ, რუსეთი ვახსენეთ, ამერიკამაც შეიძლება რაღაცა ქნას. ამერიკამაც შეიძლება რაღაცა ქნას და თუ ამერიკა იზავს, ცხადია რომ ჩინეთიც იზავს. საფრანგეთი ვერ იზავს. ხო და ამაშია საქმე, გესმის, ანუ რაზე ხარ წამსვლელი შენი ინტერესებისთვის? რაზე ხარ შენი ინტერესებისთვის? ტანკი ყავს ცოტა ძალიან. ხო და უყურე, თუ არ ხარ აი ამ ეხლა ესე შევხედოთ, ამ სიგიჟეში რაც შეიძლება ჩვენს გარშემო ახლა მოხდეს. რაზე შეიძლება შეთანხმდეთ რეალ პოლიტიკა, მტაცებლურ პოლიტიკაში რაც შეიძლება ჩვენს გარშემო მოხდეს, თუ ევროკავშირი ასეთივე მტაცებელი არ იქნება, საქართველოს ვერ მიიღებს წევრად. ევროკავშირი როგორ უნდა იყოს? მაგაშია საქმე. მაგას ვამბობ. რა ვის ხელში? მაკრონის და იმ შოლცის ხელში. მაგას ვამბობ, შალო, ანუ ევროკავშირმა ჯერ უნდა გადაწყვიტოს, რომ უნდა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ყოფნა. და ამის რესურსი აქვს. უსახელებ ქვეყნებს. ორბანი ფიცო, აგერ რუმინეთს ცოტა ხანში ამბები იქნება, ხორვატია, ავსტრიაში შეხარ ჩემი ბატონი, ის არ არის ევროკავშირი. მაგაზე არაფერს არ პასუხობენ. არა ხო, იმიტომ რომ ის რუსეთის აგენტები არიან. ყველა კაცო. ხო, ყველა, ნუ ეხა მაგათი რანაირად, თუ ის რუსეთის აგენტია. ამერიკის პრეზიდენტი არის რუსეთის აგენტი ლამის და ეხა ამოხდა მე ფიცო რო იყოს რა. შენი საუბარი. თან მოსკოვში ჩავიდა კაცო. ვინ ჩავიდა? ფიცო. იმიტომ რომ იქ უფრო ენერგეტიკული კრიზისი ქონდა რა უნდა ეს აგენტია რა არ აძლევდნენ არ დავთოს რუსეთიდან მთელი ევროპის წარმატების საიდუმლო არის რომ ჭკვიანი ხალხია მოწესრიგებული ხალხია და აქვთ იაფი ასე ვთქვათ ტექნოლოგიები და იაფი ენერგორესურსები ქონდათ და გადაუკეთეს სერიოზული პრობლემები აქვს ესეც უნდა ვთქვათ რომ ტექნოლოგიებში სერიოზული პრობლემები ეხა უკვე ჩინეთმა დედაუტირა კი ბატონო მაგრამ აი მაგალითად მარიო დრაგის რეპორტი რო ნახო ამბობს რომ 60 ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიიდან მხოლოდ 4 ევროპის ტერიტორიაში ამერიკაშიც გარბიან სიმართლეს ეხლა უფრო წავლენ კი ამერიკაში ანუ ძირითადად ამერიკაში და ჩინეთში განთავსებული ეხლა უფრო წავლენ აი ეს მენიშნა ის რო ჩადის ეს ქალი ერთხელ ხო ჩავიდა იტალიის პრემიერი ჩვენი ქალია იყო ძმაო კონსერვატორი არ გამოუვიდა და დაიწყო მანევრები და ეხლა ჩამოვიდა სოროს დედააგინა არა ყველა როგორი გაბლატავებულები არიან მაგას თუ უყურებ რომ ბეზოსი შეხარ ჩემი ბატონი იქაური ბიზნესმენები აკაურებს კი არ გვანა ყველაზე კარგი მაინც ის იყო რა ქვია ცუკერბერგის განცხადება პასტა ვერ გააგდები არ იყო საჭირო ამდენ ეთქობა რა უთხრა იცი რომ კაი ჩემთან გინდა მაშინ მოყევი ყველაფერი რატო დამბლოკე გაუხსენა თავისი აკაუნტი დაბლოკვა რა თქმა უნდა და ამათ არ გაუხსენებს ახლა ამათ რა როგორ არის ახლა მოქმედი პრეზიდენტის დაბლოკვა იმაში არ გაუხსენებს მაგალითად რომ ნიკუტა რო იძახდა რომ კლოუნიაო და მიშა სააკაშვილი რო იძახდა რომ ბიძინა აფინანსებს ტრამპსო მაგას ამბობდა შეიძლება არ გაუხსენოს იმიტომ რომ ხანო საერთოდ არ გაახსენდება ვინ არის სხვა სიმწყეა რა ვინ არიან ესენი საერთოდ არ გაახსენდება რა ეხლა ისედაც გულწრფელად რო ვთქვათ ეხლა ჩვენ შეიძლება
ერთხელ ან ორჯერ გაიგო საქართველოს როგორც ასეთი ტრანსპორტ პერსონალი. რაღაცა ეგრე არ არის. ხო, მაგრამ ანუ ეგ როგორ არის, იცი? ეს ხო მაინც იქაური ესე ვთქვათ ბიუროკრატია სხვანაირად მუშაობს რა. ნამყოფიროა ეგ შეიძლება უგვიშველოს. ძალიან კარგი თეზისია. ჩვენ არ უნდა ველაპარაკოთ იმ გიჟებს. ხო, ვაცადოთ რა. დოი ამბობს, რომ 20-ის მერე დედას გიწდებთ ქართული თეატრის ძალას ნახავთო, ვაცადოთ 20-ის მერე და როცა აიქნება დეპრესია და რაღაცა მერე გადავხსნათ თავზე ხედი. დიდი მადლობა გოგა ხენძრავა იქნება გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, გოგა ხენძრავა არის ჩვენთან სტუდიაში. დღეს ღია წერილიც გამოამხნა ეპისკოპოს მიმართა ფოთის ამ თემებზე ვილაპარაკოთ. ამაზე თუ გნებავს ამაზე, გნებავს ზოგადად. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ამ დღეებში, ეს არის რუბიოს, რომელიც იქნება სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოს სენატში მოსმენა იყო 5 საათიანი. კი ბატონო, და ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქვა, იცი? რომ უნდა გააუქმოთ რუსებს ყველანაირი სანქციები. ხო. სანქციები უნდა დამთავრდეს საერთოდ. ხო. და დაასაბუთა. შენ წარმოიდგინეს ამხელა ხუხულა აშენებული ევროატლანტიკურ სივრცეში ამ პოლიტ იმეების რა ქვია ბიუროკრატების მიერ საქართველოს წინააღმდეგ აშენებული ჩამოიშალა ეს ხუხულა. და სანქციები უნდა გააუქმდეს. და მორჩა. ეხლა რუსეთის წინააღმდეგ თუ გაუქმდება სანქციები საქართველოს წინააღმდეგ დარჩება თუ როგორ არის ეს? არა, შუაში. აბსოლუტურად გასაგებია. ესე იგი არა, ესე იგი სრული ჩამოშლა მიდის რა. იქ მიდის ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს სალსახაა. ესე იგი, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების იმ საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც მიხვდა, რომ ეს პორნო ლიბერალიზმი ანგრევს ამ ქვეყანას და დაანგრეა კიდეს დღეს თუ გუშინ ბაიდენი ემშვიდობებოდა ჯარს, თავის ჯარს და ეუბნებოდა მე ამაყად უყურებდი თქვენ გმირობასო და რომელ გმირობას უყურებდა? ხო, აი იმას გაიგე. ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა, ის ძირძველი, ეს კლასიკური ამერიკული მოსახლეობა მიხვდა, რომ იღუპებიან. და იმდენად მიხვდა ამას, რომ დემოკრატიულმა შტატებმა, აბსოლუტურად დემოკრატიულმა შტატებმა მისცეს ხმა რესპუბლიკელებს, რაც ისტორიაში არ ყოფილა საერთოდ არასოდეს რა. თვითგადარჩენის ინსტინქტი, რა დონის ბრძოლა მიდის და რა დონის ბრძოლა ელოდება, მარტო იმით არის საკმარისი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტი, ხო? იქ ვინც უნდა მოვიდეს ახლა ვისაც ასე ვთქვათ, იქ არის ლაპარაკი, რომ მთლიანად უნდა გამოიცვალოს მთელი ასე ვთქვათ შემადგენლობა. პალეტამ, რომელსაც FBI-ის დირექტორად ნიშნავს, ну, წარდგენილია, იმან თქვა, არა, ის კალი დამშრომლ თავებაზეა. ის კალი უსაფრთხოების მინისტრი. ეს არის FBI-ის რა. კი ბატონო. იმან თქვა, რომ მივალო პირველ დღეს დავხურევ ოფისსო და 7000 კაცს გაუხვა ქუჩაში, ხო? თავდაცვის ვინც მოდის პენტაგონის ის ამბობს 20000 კაცი უნდა გაანთავისუფლოს. ხო გენერლები ხო. არა გესმის საერთოდ რა თემებზია ლაპარაკი, ხო? საერთო ჯამში განცხადებულია, რომ 100,000 კაცი ყავთ მომზადებული იმისთვის, რომ მთლიანად შეიცვალოს ასე ვთქვათ ისტებლიშმენტი, ხო? ეს არის სასოწარკვეთა. ესეთი რამეები ნორმალურად დალაგებულ ქვეყანაში არ ხდება. ესე იგი და ის რაც თქვა დღეს გახდა ცნობილი, არ ვიცი ესე იქნება თუ არა, შეაქვთ ასე ვთქვათ ინაუგურაცია იქნება შენობაში არამედ გარეთ, იმაზე მეტყველებს, რომ იქ ბრძოლა არის უმწვავესი. ან გადარჩება ის ქვეყანა, ან არ გადარჩება რა, ისეთი პირი უჩანს ყოველ შემთხვევაში. ამ ფონზე ის რაც აი ამ აბსოლუტურად გახცნილ გავერანებულ დაწესებულებაში ხდება, რასაც ევროკავშირი ქვია. მე ისევ ვიმეორებ, აქ არაერთხელ მithქვია, რომ ეს არანაირად, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არაფრით გაიგივება ევროპელ ხალხთან არ შეიძლება. ეს არის ევროპული ბიუროკრატია, გახცნილი, კორუმპირებული, აი ეხლაც წინა კვირა 3 კაცი დაიჭირეს კიდე. ნუ აი ეს კატასტროფა ეს როთის ანუ როძე ლაპარაკის ეს სხვა თემაა, საერთოდ ამას მიუბრუნდებით როც, ხო? ეს არის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს იდეალი. როთი
მაგათი პოლიტიკური ლიდერი, მათი სულიერი მოძღვარი, რომელიც ჩამოსული იყო ეხლა აქა გაუზიარა ვთქვათ, აი მამაკაცების გათხოვების წესი, ხო, როგორი არის ჩამოყალიბებული ამ პორნო ლიბერალურ სოფლიოში და აქედან მოისმინა გირჩი შარვალ-ჩახტილის ხერხი როგორ უტევენ რუსებს, რუს ოკუპანტებს უკანასკნელ. მოეწონა. არა, იმიტომ რომ თვითონ ხერხები კარგი იყო. კი, მოეწონა. ხო, და ამას სათავეში უდგას მამუკა ხაზარაძე, ხო? აი ამ აგერ ამერიკაშია ახლა ჩასული და ნახე იმ იდიოტის ისა? ნახე? როგორ არა ნახე კაცო. არა, ძალიან მაგარია. კიდე ერთხელ გავუშვი. არა, ეგ გასაშვებია ნახე. კიდე ერთხელ თუ შეიძლება, აბა მომზადოთ უილსონს რო აღმერთებენ. ხო, ქართველი ხალხის სახე. ქართველი ხალხი. აი ეს აღმერთებს უნდა გამორჩეულად. საინტერესო შეხვედრა პირველი სიტყვები მართლაც, როდესაც მივესალმე მას იყო სწორედ ეს გულითადი მადლობა ქართველი ხალხის სახელით. ისინი თქვენ გაღმერთებენ, აი ეს უთხარი ზუსტად, ფაქტია ძალიან ახტოდა. ბედნიერი იყო. აღფრთოვანებას ატყობ. არა, აღფრთოვანებას ატყობ. აი მე რა მინდა იცი? ბიძა რო წაიყვანს ბორჯოში პირველად. ბორჯოში რო წაგიყვანს ბიძა. მინდა მივმართო რა, ვინც აი ახლა იქ მამებთან ერთად მარშებს რომ მართავენ რა. ისე სხვათა შორის დაანონსეს პროქტოლოგების მარში, ხო იცი? არ არის გამორიცხული. არა არის კი არა, გადაწყვეტილია. და მათი პაციენტების არა, ხო და არა, რა მოხდება, იცი პროქტოლოგების მარში იწყება მათი მუდმივი პაციენტების ფონდიდან. ხო, მერე გაივლიან ეს პარიზელი ხაჯუნა რო არის, იმის ოფისში გაივლიან. იქვე არის, კაცო. ხო და მაგიტო გეუბნე, მერე იქ მიდიან. სოროს ფონდშია ეგა. იქვე გვერდზე, ნუ ჯერ ამ თანამშრომლებთან ერთება და მერე ესე იგი პარიზელ ხაჯუნასთან გაივლიან და მერე 4-ვე აი ამ კოალიციის ლიდერებთან ეკნებათ, ასე ვთქვათ, შეხვედრები და მერე გამოვლენ, რა თქმა უნდა, რუსთაველზე, მერე იქ ჭრელკაბებში კაცები დატრიალდებიან, იქ იცეკვებენ. მერე ჩივავებიც მოვლენ და ნუ ისიც სოფელიც აშენდება. და როთი აქ არის კაცო. როთი სულიერი მამა. ძალიან მაინტერესებს. როთი არის სულიერი ვროტი, უპაცრავად. როთი არის სულიერი მოძღვარი ამ მოძრაობის საერთოდ რა. ეს გაქნა ნახე შენ არის გამოსული. აი ეს მოიცა უკაცრავად ეხლავე. ყურადღებით უყურე რა. აი ეს არა გაქნა ნახე შენ. წავიდა? დიახ, მეთევზეების, მოლაშქრეების და მონადირეების მარში მიემართება რუსთაველის გამზირ. ხო, მოლაშქრეების. მეთევზე. არა, კატასტროფაა სრული, იმიტომ რომ ამის იცი რა არის? არა, ეს არ არის. ჩვენი ხურობა არ არის. რა არის? ეგენი ხო ჩვენი შვილები არიან, ბიჭო. ჩვენი თუ არა, ჩვენი მეგობრების, მეზობლების, ნათესავების, ხო? წარმოიდგინე, აი ამ მთელი ამ წლების მანძილზე რომ გვამადლიდნენ აი მილიარდებს, სულ ხშირად გვეუბნებოდნენ მილიარდები დაუხარჯეთ. აი ამის გამოთაყვანებაზე არის ეს მილიარდები დახარჯული, რომ გამოიყვანეს აი რაღაცა მეთევზეები, ხო, მეთევზეები, მოლაშქრეები. და მე იცი რამდენი მეთევზეები, იცი რამდენი მაგარ მეროთეების თელი თაობა გამოზარდა. მე იცი და მაგარ მეთევზეებს ვიცნობ, რომელიც ვაფშე აი მეთევზე ხო ისეთი ტიპია, შვიდი, წყნარი, ნერვების არ უნდა. იცი როგორი რამე ხდება, მე იცი სულ და მონადირე რო ანტიევროპულია, აი ნუ აი მონადირე ხო. იცი როგორი რამე აქ ეს რო ჩამოიშალა ეს ევროატლანტიკური ცივილიზაცია ჩამოიშალა მთლიანად. ეხანდელი. ეს ნათელია, ხო. აბსოლუტურად, მაგრამ მე რა მინდა ვთქვა, იცი, აი წარმოიდგინე გავერანების, აი გონიერი პოლიტიკური გავერანების დონე ამერიკის პოლიტიკურ ისტაბილიშმენტში და ვთქვათ ამერიკის საელჩოში აქ. დღეს წერილი მივწერე რა. იმ დენიგანს, იმიტომ რომ ის აღშფოთება გამოთქვეს ძალადობით საქართველოში. მე ვთხარი თქვენ ბრძანდებით მეთქი იმ ქვეყნის ერთადერთი ქვეყნის წარმომადგენელი დედამიწის ზურგზე, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას ატომური ბომბი ესროლა. და ერთ წუთში ნაგასაკიში და ხეროსიმაში 250,000 მშვიდობიანი მოსახლეობა დაწვეს. გოგა, იაპონელებს უნდა ვკითხოთ ეგ. არა, იაპონელებმა თავის თავს მიხედავთ. არა, იაპონელებმა რა თქვენ, იცი? იაპონელებს არაფერი არ უნდა ვკითხოთ, იმიტომ რომ იქ საკითხავი არაფერი არ არის. მე მინდა გითხრა რა, რომ როდესაც ამ ქვეყანას წარმოადგენთ ქალბანონ დენიგან რა, ცოტა ზდილობა, ღირსება და რაღაცა ცოტა სირცხვილი უნდა გაწუხებდეთ, იმიტომ რომ ხართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ატომური ბომბი გამოიყენეთ. 2 სამარცხვინო პრეზიდენტი ყავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთი არის ტრუმენი და მეორე არის ბაიდენი.
და თქვენ ამ ბაიდენის ადმინისტრაციას ემსახურებით, რომელმაც დაანგრია ამერიკის იმიჯი, ამერიკის სახელი, ამერიკის ღირსება და ამაზე მე კი არ ვლაპარაკობ, ამაზე თქვენი ახალი პრეზიდენტი ლაპარაკობს. აი ხა ბოლო გამოსვლა ნახეთ მაგისი, რას ლაპარაკობს ბაიდენზე და თქვენზე. ამიტომ ცოტა ენას კბილი დააჭირეთ, როცა რაღაცის ლაპარაკობთ აქ, თორე როგორც უამრავ ქვეყანაში მსოფლიოში რა, Yankee go home. იყო ეგეთი კი. ეს დღეც დაგიდგებათ თქვენ, რა თუ ესე გააგრძელებთ. იმიტომ რომ ჩვენ მეგობრობა ვიცით რა, ჩვენ თანამშრომლობა ვიცით. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველა საბრძოლო ოპერაციაში გამოყვაქვთ სამშვიდობო მისიებს გულისხმობ, ხო? საქართველო. და რაც დანარჩენმა ყველა ქვეყნებმა ერთად გაიღეს, იმდენი გაიღო მარტო საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ თანამშრომლობაც ვიცით, თანამებრძოლობაც ვიცით, მეგობრობაც ვიცით. მაგრამ თავხედებს როგორ მოვექცეთ, ეგეც ვიცით რა. და თქვენნაირი ისინი იმპერიალისტები გვინახია მთელი ჩვენი საუკუნეების მანძილზე რა, იცოდეთ რა. სულ რო არავის არ ვახსოვდით და სულ რო არავის არ იცოდა რა ხდება საქართველოში, მაშინ გაუძელით და ეხლაც გაუძლებთ როგორმე რა. ეხლა ესეთ შეკითხვა. ცხადია რომ აი ამ ლიბერლებილებს ჰქონდათ ეს რაღაცა გეი ელემენტები, LGBT ელემენტები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, თავის პროცესში, მაგრამ ვიღაცამ უთხრა ეთქობა, რომ ცოტა ეროვნული შეიტანეთო და იქ დარჩიას თემა, იქ ისა ჟენსკი ხორუმი, იქ რაღაც სანთლები, რაღაცა. ხო და მაგრამ იქ უშევენ შეცდომებს, იმიტომ რომ გამოვლენ და იტყვიან რომ ჩაგიფურთხეს საჭმელში მაგალითად. შეცდომას კი არ უშვებენ. წარმოდგენა არა. ხო, აი მაგას. რა შეცდომაა? ესე იგი ხორუმი არის საბრძოლო ცეკვა. კი ბატონო, ქალები არ ცეკვავენ ხორუმს. ეს იგივეა, რაც თავის დროზე სააკაშვილმა რო ქალები ჩაიყენა იმისი ღვინოს დასაწურად. ხო, ეგ არ შეიძლება. არა თუ არ შეიძლება შიგნით საწნახელში რო ასე იქ არ უნდა იყოს. ჩადგეს. საერთოდ პროცესში არ მონაწილეობს საქართველოში, ხო? იმიტომ სულ სხვა პროცესში მონაწილეობს, სადაც კაცები არ მონაწილეობენ. საკუთხეებში რომ ქალი ავიდეს. წარმოიდგინე რა, რომ საბრძოლო ცეკვა დაადგეს იმაში თბილისის ქუჩებში და ამ საბრძოლო ცეკვას წინ მოუძღოდა და ქალი და წყობშიც მოდიოდნენ ქალები. და ხორუმი ერთხელ თუ მაინც ნანახი გაქვს, ხო? თქვა თელი ცეკვა რაზე არის აწყობილი, ხო? საბრძოლო ოპერაციაა რა. კი, რა თქმა უნდა, დაზვერვა, ამბავი. ხო. ეხლა მე ცუდი ქრისტიანი ვარ ნამდვილად, როგორც ყველა ჩვენთაგანი, იმიტომ რომ ამ ეპოქაში მომიწია ცხოვრება და უამრავი ცოდვა, მაგრამ მაინც მორწმუნე კაცი ვარ და რაღაცა წესები არის, რომელიც რომელიც დარღვევაც არაფრით არ შეიძლება. ქაშვეთის წინ შობის ღამეს იდგნენ და ალილოს ბღეროდნენ და ქუდები ეხურათ კაცებს და ქალები იყვნენ, ასე ვთქვათ, ეს არის როგორი ელემენტარული რამეა და არა გასხოდა მაგას ვიცახი ეს სულ ყველაფერი კლოუნადაა იმიტომ რომ ამას ქართველი კაცი რო ჯიგარი მე მამინდა გითხრა ეხლა წარმოიდგინე ხო არჩევნების შედეგად 750,000 კაცმა მიცა ხმა ამ 4 ნაციონალურ გაერთიანებას ვითომ 4-ად გაყოფილს ხო ესე იგი 50 დღეა თუ რომელი დღეა ხო ეს გამოსვლები მიდის. ერთი კაცი არ ემატება. და სად არის 750,000 კაცი? ვერ დაუткиძეს რომ გაკავდა. არა, მაგაში კი არ არის საქმე. უბრალოდ იმ 750,000 კაცს შეიძლება კი არა როგორც ჩანს ქართული ოცნება ხელისუფლებაში აღარ უნდოდა. მაგრამ ეს უბედურება, რასაც ესენი ჩადიან. ეს გარყვნილება, ეს სახალხო დამცველი ხო გამოვიდა. მაგას გეუბნები რომ ამაში მონაწილეობას მიიღება ამ 750,000 კაცს არ უნდა. შენ როგორ გონია რომ ჩვენ მაგათ რო ქონოდათ რაიმე მტკიცებულება. ამდენი ხალხი რომ 300,000 ხმა რომ გაეყალბებინა. მაგაზე ლაპარაკსაც აზრი არა აქვს, ეს თავისთავად ცხადია. მეორე რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად, ეხლა როგორ მე რა მინდა იცი როგორი ამბავია, რომ არიან ადამიანები, ვისაც არ უყვარვა რა. უამრავ სისულელეს ლაპარაკობენ, უამრავ ტყილს, უამრავ ცილისწალებს, მაგრამ ეგ მაგათი ნებაა რა, ზოგს ის ხო მოწონს და ზოგს ეგ მოწონს, ხო? გუდელი მოწონს, მაგრამ ისიც არ მოწონს იქ რაც ხდება. აი ამას უმსგავსობას რო უყურებენ აბსოლუტურს. ხო შეიძლება რომ ქართული საპროტესტო მოძრაობა ესალმებოდეს როდს? არა. შეიძლება? საერთოდ როგორც ესეთი, საქართველოში. საქართველოს ხელში. ხო, საქართველოში რა უნდა?
აი ამ არამზადას ჩამოყალიბებულს, მორალურ არამზადას, ეკლესიას როგორ პოლიტიკურ უპირისპირდება, არამზადას, ფარისეველს რომ ვითომ ძალიან მოწონს, რომ ვითომ საქართველოსზე ზრუნავს, რა იცის როთმა საქართველოს რა არის, ვინ არის? ან ვილსონმა რა იცის საქართველოს? ვინ არის, რა არის, სად არის? იცის რომ აღმერთებენ რა. იცი როგორი რამეა? აი ეს არის, როდესაც შენ ხედავ სიცრუეს, აი ამ აბსოლუტურ, აი პათოლოგიურ სიცრუეს და ამ სიცრუის დროშით გინდა საქართველოში რაღაცა ვითარება გადაატრიალო, ვერასოდეს შედეგს ვერ მიიღებ. იმიტომ რომ ქართველი კაცი ამას არ მიიღებს. ქართველმა კაცმა განიცადა ძალიან ბევრი გაჭირვება 50 წლის განმავლობაში, ხო? წარმოიდგინე, საიდან დავიწყეთ, საბჭოთა კავშირიდან გამოვედით, ეს ხო ნუ აი უტოპია იყო, ხო, ეს საბჭოთა კავშირი, ხო, კატასტროფა იყო. მაგრამ ყველაზე კარგად ვიყავით მაინც ქართველები. არა, ეგ სხვას ან კარგად ვიყავით ან ცუდად. არა, ყველაზე კარგად ხო. ეხლა იცი როგორი რამე, ეკონომიკურად კარგად ყოფნა, ყველაზე კარგად ყოფნას არ ნიშნავს. არა, ეკონომიკურად გეუნები, კაცო. ეხლა ჩვენ ყველაზე დიდი კომუნისტური პარტია პროცენტულად საბჭოთა კავშირში საქართველოში. იმიტომ რომ ნიშნავდა იმას, რა ქვია, ეს იდეურად კი არ იყო ეგრე. ეს იმის გაგრძელებაა, რაც საუკუნეების, იმიტომ ვერ გავსწორდით წელში, იმიტომ ვერ დავდექით, თქვათ, იმ ქვეყანად, რა ქვეყანად ნამდვილად შეგვიძლია ყოფილიყავით, იმ ასე ვთქვათ, რწმენით, იმ ტრადიციით, იმ ვაჟკაცობით, იმ თავდადებით, იმ თავგანწირვით, იმ ომის, ასე ვთქვათ, ომის აი ამ ხელოვნების ცოდნით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გაუთავებელი ხაზარაძეები ყავდა. გაუთავებელი კიკო ვაშაძეები ყავდა, გაუთავებელი სააკაშვილები ყავდა, რომელიც ისპახანში, სტამბულში, მოსკოვში, იმ ურდოში, ეხლა ვაშინგტონში, სადაც ვაშინგტონში, ოღონდ აი 15 ეგ არასოდეს იქ ხო, ნუ აი ქართულ არ მინდა ეს საქართველოს ისტორია, იმიტომ რომ დღეს არის აბსოლუტური ფერისცვალება ქართული საზოგადოების რა. ქართულმა საზოგადოებამ ამ პორნო ლიბერალების მიერ გამოცხადებულ ჯიხადი მოუგო. ჯიხადი გამოგვიცხადეს პორნო ლიბერალებმა ვაშინგტონიდან დაწყებული ბრიუსელით ჯიხადი გამოგვიცხადეს და ჩვენ ეს ჯიხადში გავიმარჯვეთ. ეხლა ბუნებრივი არის პრობლემებიც, მე მგონი ბოლომდე არ გავიმარჯვეთ. პრობლემები სულ იქნება, იმიტომ სოფლიოში შეხედე რა ხდება. ისა რა ქვია, მაგრამ დღეს ძალიან მომეწონა რა. ის ვილსონი რო ამბობდა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ირანთან და რუსეთთან ერთად ბიძინა ივანიშვილი ტრამპის იმას ცდილობს ორგანიზებას აკეთებს ტრამპის იმისას რა ქვია ტერაქტს. ტრამპის წინააღმდეგ და რამდენჯერმე ახსენა ჩინური და დღეს გამოვიდა ტრამპი და თქვა რომ სიძებინმა მოვილაპარაკე და ერთად უნდა გადავა. შენ მაგარი ამბავ, იცი რომ კიკუაშაძე რო ჩასულია და კიკუაშაძე და ისა ეს ბრინკა და ხაზარაძე რო ჩასულია, როგორ წარუდგებიან, იცი? პარლამენტის წევრები. ხო. ხო და ჩიკიკუ არ არის ჩასული, გზაშია. ხო, ჩავა. პარლამენტის წევრები ხო არ არის? როგორ არ არიან აბა პარლამენტი? ახლა როგორ ხდება? თუ პოვნო, თუ ნიპოვნო? ხო, არა, იცი როგორი რამეა, სერიოზულად მაგაზე ლაპარაკი აღარ შეიძლება, ერთადერთი რაც შეიძლება გვადარდებდეს და ნამდვილად მადარდებს, რომ ეს ახალგაზრდობა და დღეს გიორგი სწორს ლაპარაკობდა, მე ხა გისმენდით რომ ლაპარაკობდით, ხო? ეს ამ ახალგაზრდობას უნდა უშველოთ რა. იმიტომ რომ ცოდო არიან რა, არ შეიძლება მათი მიტოვება რა, აი ამ ვიგინდარების ანაბარა, ამ როთისტების ანაბარა. აი ბადრი ჯაპარიძე დიდი კელაპტრებით ხელში რო დადიოდა და დღეს როთის მიერ სულის ჩადგმულ მოძრაობაში რო ღებულობს მონაწილეობას და ყრნის იმ ახალგაზრდებს ვინც იქ დგანან და თვითონ რო იმალებიან, დღეს სწორი თქვა გიორგიმ, იმ პროცესში სადაც არ არის პოლიტიკური შემადგენელი შეუძლებელია რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს, გაიგე? რა თქმა უნდა. სეირნობენ, ისეირნო, ნუ რამე ხანი უნდა ისე. სალომე პამპადური, მარკიზაძე პამპადური ამათთვის თქვი, სად ჩავიდა ამერიკაში და რესპუბლიკურ ინსტიტუტის რო არის, ხო, ეს აირაის აი ნახე უხმოდ გაუშვით, რა თუ შეიძლება ხმა გათიშეთ. და უბრალოდ სხეულის ენას დავაკვირდეთ ამ ქალის რა. იქო დავაკვირდით. უბრალოდ ნახე, დაუკრას თავი? დაუკრას? ობა, აბარა. აბარა, კი. თა ვიღაცა ჭეგარა-პაღარა, აო. აბარა. გაბედნიერებული. სტიპენდიანტია. ხო, ნახე, აი. სტიპენდიანტია, ხალბატონის სტიპენდიანტია, ხო. აბა შევძანდით ხალბატონო, ხო. ხო, აბა ხა ჩოგჯენში სასტრაფოდ, ხალბატონო სალომე, ჩოგჯენში. ხო, ну მოკლედ აი ესეთი კადრებია. აი ესეთი ის შევიდა კიდე ვიღაცა
ძალიან სერიოზული შეხვედრები არის. ნუ აბა რა თქმა უნდა და იმათ რა სერიოზული შეხვედრები ჰქონდათ, იმათ ჰქონდათ შეხვედრები იმ იმ კონგრესმენებთან, რომელიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან. ჯოუსოს იმდენი დროშებია, გარშევა, მაგაზე მაგრა ვიკაიკე. 10 ქვეყნის დროშა. არა, ეს საერთოდ ეს იცი როგორი რამეა ეს არის მოვლენა რა. სოფლიო პოლიტიკა. ეგა და რიში. ხო, ნუ რიში. ჯინ რიშიც მოვლენაა რა, რომელმაც ეს კიანუ რივზი კი არა, რა ვიყო კიზინგერი. ის აღარ არის, ხო? არა, ის გააგდეს. ის სახლიდანაც ის გააგდეს. ოჯახი ამხელდა. ოჯახიდანაც გააგდეს, ხო? დიდი მადლობა გოგას უთხრათ, მადლობა. ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო, ნახვამდის.